მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ 2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, როგორიც არის კვანძების ცვლილება, კვანძები იცვლიან ნიშნებს, თუ არის კვანძები, აღმავალი და დაღმავალი, იგივე რახუ და კეტუ ვედურ ასტროლოგიაში. წინა ვიდეოებში, რომელიც ეხებოდა იუპიტერის ნიშნის ცვლილებას და ასევე სატურნის ნიშნის ცვლილებას, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს წელი ზოგადად 2025 წელი იქნება ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სამი ძირითადი დიდი პლანეტა, ნელა მოძრავი პლანეტები იცვლიან თავის ნიშნებს, როგორც არის იუპიტერი, სატურნი და აღმავალი და დაღმავალი კვანძები, ანუ იგივე რახუ და კეტუ. და როდესაც ეს პლანეტები კონკრეტულად, რახუს და კეტუსაც პლანეტებში მოვიაზრებ, იცვლებიან და იცვლიან თავიანთ ნიშნებს, ეს არის სამყაროსთვის ძალიან დიდი ცვლილებები, იმიტომ რომ სამი რაღაცა დიდი წერტილი იცვლის თავის პოზიციას. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის რუკაში სხვადასხვანაირად გამოვლინდება და დღეს სწორედ თითოეული ლაგნისთვის, ანუ ასცენდენტისთვის იქნება, რა თქმა უნდა, ასტროლოგიური პროგნოზები. შეგახსენებთ, რომ მე ვარ ვედი ასტროლოგი, შესაბამისად ამ არხზე მხოლოდ მოისმენთ ვედური ასტროლოგიის მიხედვით პროგნოზებს და იმისთვის, რომ სწორედ მიიღოთ ეს ინფორმაცია და არ შეხვიდეთ შეცდომაში, ჯობია რომ იცოდეთ თქვენი ვედური ასტროლოგიური ნათალური რუკა, რომელიც მე მაქვს ახსნილი ამაზე პატარა ვიდეო მაქვს ჩაწერილი, როგორ უნდა ნახოთ თქვენი რუკა, როგორ უნდა გაიგოთ ნიშნები, სახლები და რა პლანეტები სად ყავთ. და როგორც ყოველთვის ამ ვიდეოს მიუთითებ ლინკად ამ ვიდეოს აღწერაში. შეგიძლიათ გადახვიდეთ, თუ პირველად ხართ ჩემ არხზე, ნახოთ თქვენი ვედური რუკა, გაიგოთ რა ხართ ლაგნით, ანუ იგივე ასცენდენტით და იმის მიხედვით უყურეთ მერე თქვენთვის სასურველ ნიშანს. რახუ და კეტუ ნიშნებს იცვლიან 29 მაისს 2025 წლის და გასტანს 25 ნოემბრამდე 2026 წლის. ეს არის წელიწადნახევრიანი პერიოდი, როდესაც ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, რა თქმა უნდა, იქნება სხვადასხვა საკითხები აქცენტირებული. აქვე მინდა აღნიშნო ის, რომ სხვადასხვა ვედი ასტროლოგები სხვადასხვა ცვალებადობის თარიღებს აღნიშნავენ, იმიტომ რომ ვედურ ასტროლოგიაში გამდეიქიდან რახუ და კეტუ არ არიან რეალური პლანეტები, მათ აქვთ რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ვერსია არსებობს ვედურ ასტროლოგიაში, თუ კონკრეტულად როდის იცვლება, ნიშანს როდის იცვლიან, მე კი ვეყრდნობ მხოლოდ რეალურ მაჩვენებელს, ხოლო რეალური მაჩვენებელი ეს არის 29 მაისი 2025 წლის, თუმცა არარეალური მაჩვენებელიც შორს არ არის 14 მაისი არის და ანუ რეალურად ორკვირიანი პერიოდია, ამიტომ დიდად წელიწადნახევრიან ფონს ეს ინფორმაცია არ ცვლის, მაგრამ მაინც რო იცოდეთ, სხვაგან რო სხვა თარიღი დაგხვდეთ, იცოდეთ, რომ შეცდომა არც ერთია და არც მეორეა, უბრალოდ ორმხრივი აღრიცხვა აქვს აღმავალი და დაღმავალი კვანძების გადასვლას და ზოგადად მოძრაობას. ზოგი ასტროლოგი საერთოდ 18 მაისს ამბობს, რომ იცვლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ორკვირიანი პერიოდი არის, მაგრამ ყველაზე ასე ვთქვათ, უკიდურეს წერტილი, როცა რეალური ცვლილების ნიშანი არის 29 მაისი. და სანამ ზოგადად გადავალ თითოეული ასცენდენტისთვის პროგნოზების გაკეთებას, ხო, მანამდე ცოტა რა მინდა შესავალში მოვყვე ზოგადად რა არის ეს აღმავალი და დაღმავალი კვანძი და რა ფუნქცია აქვს, იმიტომ რომ ზოგი ადამიანისთვის, ვინც სწავლობთ ასტროლოგიას, ან უფრო ღრმად გინდათ, რომ მიხვდეთ, რაზე დაყრდნობით ვაკეთებთ ხოლმე ასტროლოგები პროგნოზებს, ძალიან საინტერესო იქნება ზოგადად ეს კვანძები რას ემსახურებიან და საერთოდ საიდან მოვიდნენ. რახუ და კეტუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი წერტილი ნებისმიერი ადამიანის რუკაში, რომელიც გვევნება ადამიანი ზოგადად მატერიალურ აი მატრიცაში და ამ ლილაში, ამ ილუზორულ ლილას თამაშებში, ზოგადად რა ბექგრაუნდით მოვიდა და რის გასაკეთებლად მოვიდა. შესაბამისად, დაღმავალი კვანძი, ანუ კეტუ გვაჩვენებს რა ბექგრაუნდით მოვიდა ადამიანი, ანუ შესაბამისად, სად აქვს მას ნიჭი და სად აქვს მას მეხსიერება და აღმავალი კვანძი, ანუ იგივე რახუ გვევნება, სად აქვს მას გზა გასაკვალი ამ ცხოვრებაში. რახუ და კეტუ ყოველთვის ერთმანეთის საპირისპიროდ მდგომარეობენ და ყოველთვის საპირისპირო ენერგიების მატარებელია, თუმცა რა თქმა უნდა ერთმანეთს ასპექტირებენ და ყველაზე მნიშვნელოვანი ღერძი, რომელ ღერძზეც ადამიანს აქვს რახუ და კეტუ განთავსებული, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღერძი, რომელ შორისაც მას ბალანსი აქვს დასაცველი და სწორად აქვს დასალაგებელი სწორედ ის თემები, სადაც მას რახუ და კეტუ ყავს. რადგან
კეტუ არის მეხსიერება, ანუ ადამიანს დედამიწაზე როცა იბადება წარსულიდან რა მეხსიერება მოყვა, მეხსიერება შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც გაცნობერებული, ზოგადად კეტუ არის ნიჭის ადგილი, ხო, რა ნიჭი წამოიღო ადამიანმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ცხოვრებებში, ან უბრალოდ ცხოვრების გარეშე სხვა სივრცეებიდან სულს რა გამოცდილება და რა ნიჭი აქვს დედამიწაზე მოტანილი. მაგრამ კეტუ არაჩვენებს იმას, რომ ამ ნიჭებით ადამიანი თუ განვითარდება, იქ შეიძლება ბედნიერება მას არ ქონდეს, ხოლო რაჰუ უკვე გვაჩვენებს, სად აქვს ადამიანს ფიქრები და ფანტაზიები, ანუ რისი რეალიზება და რისი განხორციელება უნდა. აქედან გამომდინარე, ეს ღერძი გვეუბნება, რომ ადამიანი უნდა დაეყრნოს თავის კეტუს წერტილს, ანუ რომელიც არის მისი ნიჭისა და მეხსიერების წერტილი, ხოლო თავი განავითაროს რაჰუს წერტილში, ანუ სადაც არის მისი ფანტაზია და მისი ფიქრები მომავალზე და ასევე რა თქმა უნდა ამბიციები. რადგან რაჰუ ზოგადად არის ამბიცია და რაჰუ რომელ სახში წარი და რომელ ნიშანში წარი, ადამიანს რა თქმა უნდა იქ ექნება ამბიცია და ვერ მოისვენებს და მუდმივად იქით გაეკაჩება მისი სული და გონება და ყველაფერი. ამრიგად, ალბათ უკვე მიხვდით იმათთვისაც კი, ვინც საერთოდ არ ერკვევით ასტროლოგიაში, რომ ეს ორი წერტილი არის უმნიშვნელოვანესი წერტილები, რომელსაც ყველა ვარიანტში განვიხილავთ ნებისმიერი ნათალური რუკის კითხვის დროს, სულ სხვა თემაზე რომ კითხოს ადამიანმა, მაინც უყურებთ ამ ორ წერტილს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გარდა ნათალური წერტილებისა არის ასევე ტრანზიტული რაჰუ და კეტუ, ხო, როდესაც უკვე სამყაროში დღეს, ეხლა ამ წუთას სად იმყოფებიან ეს წერტილები, სად გადადიან და შესაბამისად თითოეული ინდივიდის რუკაზე როგორ აისახება და თითოეული ინდივიდისთვის რომელ სახში გადადის ეს წერტილები. და შესაბამისად აქედან შემოდის ახალი ამბიციები, ახალი სურვილები, ახალი არეალი მოქმედების და რა თქმა უნდა იხსნება ახალი შესაძლებელია რაღაცა ნიჭები ან დავიწყებული თუნდაც ამ ცხოვრებაში შეძენილი რაღაცა მარაგები. თუმცა ამ წერტილების გადასვლა ადვილი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანს ეცვლება თავისი მოქმედების არეალი, ხო? ანუ მაგალითად წინა წელიწადნახევარი ადამიანს უნდა და რაღაცა პირობითად სახლთან დაკავშირებული ცვლილებები ჭირდებოდა, ვთქვათ, აღმავალი მეოთხეში იყო და დაღმავალი მეათეში, მერე გადავიდა, ვთქვათ, მესამეში, შეეცვალა მას სურვილები, შეეცვალა მოქმედების არეალი, სრულიად ახალი თემები შემოვიდა მის ცხოვრებაში, შესაბამისად ამრიგად ყოველ წელიწადნახევარში ყველა ადამიანს თითოეულ ჩვენთაგანს ეცვლება მოქმედების არეალის რაღაცა გარემო და სურვილები, სადაც და როგორც გვინდათ, რომ ზოგადად შრომა ჩავდოთ და რაღაცები გავაკეთოთ. იქ სადაც არის რაჰუ, ეს არ არის უბრალოდ სურვილები, იმიტომ რომ სურვილებს მთვარეც განასახიერებს და ვენერაც პრინციპში და ყველა პლანეტას თავისი სურვილები აქვს, თუ ესე განვაზოგადებთ, მაგრამ რაჰუ არის ის წერტილი, სადაც მარტო სურვილი კი არ არის, ეს არის სურვილი, რომელიც არ დაოკოდება და მუდმივად ადამიანი ეცდება, რომ იმ წერტილში რაღაცა აკეთოს, სადაც მას ყავს რაჰუ. ხოლო ტრანზიტული რაჰუ წელიწადნახევრით ადამიანს მოუტანს იმ დარგში რაღაცა სურვილებს, რომელ სახშიც გაივლის მისი ტრანზიტული რაჰუ. ახლა გადავიდეთ, მოდი უკვე ზოგად ინფორმაციაზე, სად გადადის ეს რაჰუ და კეტუ, მოდი ეს გავარკვიოთ და შემდეგ შევუდგეთ თითოეული ასცენდენტისთვის უკვე პროგნოზების წაკითხვას. 29 მაისს რაჰუ გადადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო კეტუ გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში. მერწყული და ლომი ეს არის ძალიან საინტერესო ღერძი, რომელიც ასევე რთული ღერძიც არის. იქიდან გამომდინარე, რომ ცოტათი რო ესე გავერკვეთ, ლომის ზოდიაქოს ნიშანი ალბათ ყველას გექნება წარმოდგენი, რომ ეს არის ერთპიროვნული ლიდერი, თავის თავზე ორიენტირებული ნიშანი არის შემოქმედების ნიშანი, ინდივიდუალური გამოვლინების, აი მაგალითად სოლო მომღერალი, სოლო რაღაცა ესეთი ინდივიდუალურად შემდგარი ადამიანი, ანუ მას რაღაცა ლომის დამახასიათებელი თვისებები აქვს, ხოლო მერწყული ზოდიაქოს ნიშანი არის პირიქით, ანუ ხალხთან ერთად კოლაბორაციაში, ძალების გაერთიანებით და ძალების შეკრებით რაღაცა კეთილი საქმეების კეთება სოციუმისთვის. ზოგადად ყველა ზოდიაქოს ნიშანი იდეალურ გამოვლინებაში გულისხმობს, რომ იმ ნიშანში უნდა გამოვლინდეთ, იმიტომ რომ ისევ სოციუმისთვის და ხალხისთვის რაღაცა კარგით ვაკეთოთ, ანუ ამითი არ ვაკნინებ ლომის ზოდიაქოს ნიშანს, რა თქმა უნდა, ლომის გამოვლინების ადგილიც და მერწყულისაც და ყველა ზოდიაქოს ნიშნის. უბრალოდ ახლა უახლოეს წელიწადნახევარი აქცენტირებული გვექნება აღმავალი მერწყული და დაღმავალი ლომი.
რაც იმას ნიშნავს, რომ მეტად წარმატებული უფრო იქნება პროექტები, რომელიც იქნება გუნდურად შექმნილი ან გუნდურად გაკეთებული და არა მაინც და მაინც სოლო რაღაცნაირად შემოქმედებითობა სამყაროში. ეს მას არ ნიშნავს, რომ თქვენ არასდროს ესე პირადად თქვენით არ უნდა გააკეთოთ რაღაცები და ვერ იქნებით მთავარი მსახიობი ან მთავარი მომღერალი ან არ ვიცი მთავარი დირექტორი რაღაცის არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს მას ნიშნავს, რომ უახლოეს წელიწადნახევარი უფრო მნიშვნელოვანი არის გუნდურობა, თანამოაზრეების შემოკრება გარშემო, გაზიარება და გუნდურად ერთი საერთო რაღაცა საქმის კეთება. რა თქმა უნდა, ვისაც თქვენი ნათალური რუკა განსხვავდება და მაგალითად იგივე აღმავალი ლომი ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების განმავლობაში მაინც ინდივიდი უნდა იყოთ და მაინც სოლო გამოვლინება უნდა გქონდეთ, მაგრამ ეს არის უბრალოდ წელიწადნახევრიანი ჩანართი, როცა სამყარო გეუბნებათ, რომ ახლა გუნდური შრომა უფრო დაგიფასდებათ. რა თქმა უნდა, არ უნდა დაუკარგოთ ლომის ნიჭი და ლომის უნარები, რომ თუ მაგალითად გაქვთ თქვენ თავზე მუშაობის უნარი, სოლო გამოვლინების უნარი, ხო, იყოთ ასპარეზზე, იყოთ რაღაცნაირად ეს ლომურ გამოვლინებაში, ხო, ზოგადად თუ გაქვთ ეს უნარები. რა თქმა უნდა, ყველა ვინ არჩუნებთ ამ თვისებებს და უნარებს, უბრალოდ ცოტა ხნით მივდივართ უკვე გუნდურ მუშაობაში. ნებისმიერი პროექტი, რომელიც ახლა არ უნდა გქონდეთ, ნებისმიერ სფეროში, რაშიც არ უნდა მოღვაწეობდეთ და რა სახის სამსახურიც არ უნდა გქონდეთ, ან ზოგადად მოღვაწეობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი თანამოაზრეები მყავდეთ და უფრო გუნდურად იმუშაოთ. რა თქმა უნდა, ხა ეს ასტროლოგიური პოზიციებიდან რომ არ თქვა, ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ აღმავალი მერწყულის ტრანზიტი მოიტანს ძალიან დიდი დოზით განვითარებას ყველანაირი ინტერნეტთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, თუ ინტერნეტის სოციალური ქსელები, შეიძლება აქ ახალი რაღაც სოციალური ქსელები იყოს, რომელიც კიდევ ახალ სიტყვას იტყვის, როგორც თავის დროზე თუნდაც Facebook-მა გააკეთა და იქნება რაღაცა ახალი ინოვაციური გამოგონებები, შეიძლება სხვადასხვა მიმართულებებით, შეიძლება ეს იყოს მედიცინის კუთხითაც, შეიძლება იყოს მეცნიერების კუთხითაც, ფიზიკის კუთხითაც, ანუ მერწყული არის ძალიან, ასე ვთქვათ, აი ისეთი ინფორმაცია თანამედროვე, ძალიან ფართო ინფორმაცია და რახუ გააფართოვებს სწორედ აი ამ ადგილს, მერწყულის ადგილს და ძალიან დიდი განვითარება ექნება ზოგადად დედამიწას ამ კუთხით. ამიტომ ვისაც ჯერ ფეხი არ აგიწყვიათ ამ თანამედროვებას, კარგი დრო არის რომ შეუერთდეთ და განვითარდეთ მასთან ერთად. შესაბამისად, დაღმავალი ლომის ტრანზიტი გვაძლევს იმას, რომ შეიძლება სამყაროს და მსოფლიოს დონეზე, ნუ ეს უკვე ქვეყნებს გააჩნია და მათ ქვეყნების რუკას, ვისთვის როგორ შეივლის, მაგრამ შეიძლება იყოს მმართველური სისტემების ცვლილება, შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში მოხდეს, რომ საერთოდ მმართველ არ ვიცი ეს როგორ უნდა მოხდეს, ახლა უბრალოდ ასტროლოგიიდან ვსაუბრობ და არა პოლიტიკური რაღაცაებიდან, თემიდან, მაგრამ შესაძლებელია, რომ ერთპიროვნული ლიდერები რაღაცა უკანა პლანზე გადავიდნენ და უფრო შემოვიდეს გუნდური მმართველობა. ნამდვილად არ ვიცი როგორ უნდა იყოს, მაგრამ ასტროლოგიურად შესაძლებელია რომ ესეთი რაღაცა მოხდეს. შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში უბრალოდ გადააყენონ თავიანთი ლიდერები ან მთავრობა, იმიტომ რომ დაღმავალი ლომი გვეუბნება რომ ერთპიროვნული მმართველობის დრო აღარ არის და ეხლა რაღაცები უნდა შეიცვალოს, უნდა გავერთიანდეთ საერთო იდეოლოგიის გარშემო ხალხისთვის ასიკეთოთ და სწორედ ესე შეიძლება მოხდეს რაღაცა ესეთი ძალიან ლიდერული პოზიციებიდან ადამიანების ჩამოგდება, ანუ შეიძლება გარდაცვალება იყოს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცვლილება არის ის, რომ ერთპიროვნული ლიდერობა გადადის უფრო საზოგადოებისთვის საჭირო გუნდურ რაღაცა მმართველობაში. ასევე შესაძლებელია, რომ ამ პერიოდში მოხდეს ძალიან ბევრი კარგი გარიგებების დადება სხვადასხვა ქვეყნებში, შორის, იგივე ვაჭრობის თემაში ან რაღაც ისეთი ქვეყნები შეიძლება შეთანამშრომლდნენ ერთმანეთთან რაღაცა საინტერესო პროექტების გასაკეთებლად, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის კუთხით ან რაღაცა გლობალური საკითხების განვითარებისთვის შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებიც გაერთიანდნენ, სხვადასხვა გუნდები გაერთიანდნენ, შეიძლება აბსოლუტურად საპირისპირო სფეროებიც კი გაერთიანდნენ, მაგალითად გაერთიანდნენ, ახლა პირობითად ვამბობ მაგალითისთვის თქვათ ასტროლოგები და მეცნიერები და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ანუ მერწყული გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა წერტილის ცნობიერებები გაერთიანდეს და სამყაროსთვის რაღაცა კარგი შედეგები დაიდოს. აქვე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენთაგანს დონაციებისთვის და ყოველთვის მადლობით გპასუხობთ თითოეულ დონაციაზე და სამყაროში უშვებ
ძალიან დიდ მადლიერებას თქვენდამი და გიგზავნით სიხარულს, ბედნიერებას და ძალიან დიდ სიყვარულს. ახლა კი გადავიდეთ თითოეულ ასცედენტზე და შეგიძლიათ უკვე გადახვიდეთ თქვენთვის სასურველზე, თქვენს ასცედენტზე, ასევე შეგიძლიათ თქვენი ახლობლების ასცედენტიც ნახოთ, იმიტომ რომ უფრო გეცოდინებათ მათი მომდევნო წელიწადნახევრის საკითხები და უფრო კარგად შეძლებთ მათთან კომუნიკაციის დამყარებას. ხოლო მათთვის, ვინც ცოტა უკეთესად ერკვევით ასტროლოგიაში და შეგიძლიათ ამის გაკეთება, შეგიძლიათ რომ მთვარის პოზიციიდან, ანუ თქვენი მთვარის რუკას შეხედოთ, იმიტომ რომ რაჰუ და კეტუ არის მთვარის კვანძები და თქვენი სურვილების შესახებ უფრო მთვარიდან გამომდინარე იქნება სწორი ეს პროგნოზები. ანუ თქვენი მთვარის რუკა შეგიძლიათ ნახოთ იმგვარად, რომ პირველ სახლში ჩააყენოთ მთვარე და იქიდან გამომდინარე გადათვალოთ, ანუ რაჰუ რომელ სახლში ჯდება და კეტუ რომელ სახლში ჯდება და იმ ღერძთან დაკავშირებულ პროგნოზს მოусმინოთ. რაჰუ და კეტუ მთვარის რუკიდან გამომდინარე გვეუბნება ადამიანს რა სურვილები ექნება ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ხოლო ასცედენტიდან, ანუ იგივე ლაგნიდან გვეუბნება ფიზიკურად რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს მის ცხოვრებაში. ამიტომ ამ ორი რუკის ერთმანეთთან რაღაცნაირად შეჯამება და საერთო დასკვნის გამოტანა ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ გავიგებთ რეალურად ადამიანს რა სურვილები აქვს და შეძლებს თუ არა მაგ სურვილების ასრულებას და რამდენად ემთხვევა მისი სურვილები რეალურ გამოვლინების არეალს. ვისაც არ გაქვთ ამის შესაძლებლობა და არ იცით ეს როგორ უნდა გააკეთოთ, შეგიძლიათ მხოლოდ ასცედენტიდან უყუროთ, მოусმინოთ თქვენს პროგნოზებს და რა თქმა უნდა ესეც იქნება 100%-იანი სწორი. ლაგნა, ანუ იგივე ასცედენტი ვერძისთვის თქვენი აღმავალი კვანძის ტრანზიტი გაივლის თქვენთვის მე-11 სახლში, ხოლო დაღმავალი კვანძი გაივლის მე-5 სახლში. ეს არის თუ ისე ცუდი ტრანზიტი არის, იმიტომ რომ მე-11 სახლში ეს მოგიტანთ გაფართოვებას, მით უმეტესად იუპიტერი მესამე სახლიდან ასპექტირებს თქვენს აღმავალ კვანძზე და მოგიტანთ ძალიან ბევრ საშუალებას იმისა, რომ სოციუმში და საზოგადოებაში გაფართოვდეთ. ასევე მოგიტანთ იმის საშუალებას, რომ გარკვეული დამატებითი შემოსავლები გქონდეთ, ან მოულოდნელი შემოსავლები შეიძლება იყოს, ან უბრალოდ საიდანღაც მიღებული ფულები სახელმწიფოსგან ეს იქნება დახმარება თუ კომპენსაცია თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება გრანტიც იყოს, ხო? შესაბამისად, თქვენი ფინანსური თემა უფრო პლუსში იქნება, ან ყოველ შემთხვევაში აღმავალი კვანძი აქ ნამდვილად გააფართოვებს ამ სახლს, ასევე იუპიტერის ასპექტი და გექნებათ იმის საშუალება, რომ რაღაც დამატებითი შემოსავლები გქონდეთ ზოგადად. რამდენად გამოიყენებთ, ეგ თქვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ საშუალებები და შანსები ნამდვილად იქნება. არ გამორიცხავ, რომ რაღაც ისეთიც მოხდეს, რასაც არ ელოდებით და იქედან იყოს რაღაცა ფინანსური და მატერიალური სარგებელი, უფრო კომპენსაციის სახით, იმიტომ რომ მე-11 სახლი ასევე ფულის სახლიც არის და შესაბამისად რაღაცა სარგებელი აქ შეიძლება იყოს. რაზე შემიძლია რომ გაგაფრთხილოთ? უნდა გაგაფრთხილოთ აუცილებლად დაღმავალ მე-5 სახლზე, რომელიც გქონება იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება გქონდეთ ძალიან ესეთი თავბრუდამხვევი თავგადასავალი სასიყვარულო, ემოციური, რომანტიული და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი ჯობია რომ არ იყოს დაჩქარებული, იმიტომ რომ ეს ტრანზიტი რო ჩაივლის, შეიძლება ამანაც გადაიაროს და უბრალოდ ილუზორული იყოს, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძით მოდის. ან ასევე შეიძლება რომ კარმული პარტნიორი იყოს, ან მაგალითად იგივე ყოფილი ადამიანი, ვისთანაც უკვე იყო ურთიერთობა, ხო, ყოველთვის სხვადასხვანაირად იქნება და რაღაცა კონკრეტული კარმის დასასრულებლად იყოს ეს ურთიერთობა. არ გამორიცხავ, რა თქმა უნდა, ზოგიერთ თქვენთაგან ის პირადი რუკიდან გამომდინარე, თქვენი პერიოდებიდან გამომდინარე, თუ ისეთი პერიოდი გაქვთ, რომელიც ხელს უწყობს დაოჯახებას ურთიერთობას, რა თქმა უნდა, შესაძლებელი აქვს სხვანაირი ურთიერთობაც იყოს, მაგრამ მაინც უნდა იყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძი მე-5 სახლში მაინც რაღაცა გაურკვეველი კარმა არის აქ, რომელიც არ იცით როგორ გამოვლინდება და ზოგადად სად წაგიყვანთ. ამიტომ თუ რა თქმა უნდა გექნებათ სურვილი ურთიერთობის და ამ ემოციური რაღაცა ტკბობის გქონდეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში არ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ურთიერთობებთან დაკავშირებით. თუ ისეთ სფეროებში ხართ, მაგალითად რაღაცას აკეთებთ, ეხლა გაქვთ ძალიან კარგი შანსი, რომ თქვენი თავი გამოიტანოთ საჯაროდ სოციუმში, შეიძლება ზოგს ინფლუენსერობა გინდოდათ და საუკეთესო წელიწადნახევრი
ნახევრის პერიოდია თქვენთვის, ან თქვენი პირადი საქმიანობის, ბიზნესის, ცოდნის, განათლების, გამოცდილების გარეთ გამოტანის. თუმცა ეს ყველაფერი ხდება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში და არ უნდა გავიწყდეთ, რომ ერთპიროვნული ლიდერობა, როგორც აღმავალ კი არა და ასცედენტო ერთზებს უყარეთ, აი ასეთი რაღაცა არ გამოგივათ, რომ აი ერთპიროვნულად ლიდერი იყოთ რაღაცებში. ეს მას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ თქვენ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობები და აიღოთ ხელმძღვანელის როლი. მაგრამ თუ მერწყულის თემებს არ გაათამაშებთ, რაც არის თანასწორობა, თანამოაზრეობა, გუნდური მუშაობა, ერთმანეთთან შეთანხმებით მუშაობა და ასე შემდეგ, მაშინ ასეთ შემთხვევაში შეიძლება წარმატება არ იყოს. ამიტომ ეცადეთ, რომ უფრო team player-ი იყოთ, ანუ გუნდური მოთამაშე იყოთ ამ წელიწადნახევრის პერიოდში, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ თქვენი ვერძული პასუხისმგებლობები შეასრულოთ, მაგრამ მაინც შინაგანად გუნდთან ძალიან კარგად უნდა იყოთ რაღაცნაირად შეწყობილი, აწყობილი და დამეგობრებული. ეს შეიძლება იყოს თქვენი სამუშაო კოლექტივი ან თქვენი ბიზნეს პარტნიორები ან ზოგადად ადამიანები, რომელთან ერთადაც რაიმე საქმეს აკეთებთ. ეს პერიოდი მოგიტანს ძალიან ბევრ ადამიანებს, ძალიან ბევრი ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ზოგი დარჩება, ზოგი არ დარჩება, მაგრამ საერთო შემთხვევაში ბევრი ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში. აქ მესამე სახლშიც იუპიტერი გვყავს და აფერთოებს ამ სახლს, რომელიც ასევე კომუნიკაციების სახლია და აღმავალი კვანტის მე-11 სახლში შესაბამისად ძალიან ბევრი კომუნიკაცია გელოდებათ. რა თქმა უნდა, ხა აღმავალით მოტანილი ზოგჯერ ილუზია და ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ კი არა და შესაბამისად შეიძლება ამ პერიოდის დასრულების შემდეგ და ამ ტრანზიტის დასრულების შემდეგ გადაიაროს ამ ტალღამ და ბევრი ადამიანი აღარ დარჩეს ამათგან, მაგრამ საერთო ჯამში თუ საუბარი არის ბიზნესსა და საქმიანობაზე, მაშინ შეიძლება რომ ძალიან კარგი ბიზნეს პარტნიორები და საქმიანი პარტნიორები გამოჩნდეთ თქვენს ცხოვრებაში, მათ შორის საკმაოდ ბევრი უცხოელებთან პარტნიორული და არა მარტო პარტნიორული ზოგადად კავშირები შეიძლება გაიბას. აქ რა თქმა უნდა სატურნი იმყოფება თქვენს მე-12 სახლში, ეს წინა ვიდეოებში მაგ სატურნზე გაკეთებული, თუმცა აქაც ვიტყვი, რომ სატურნი მე-12 სახლში ასევე გაძლევთ საშუალებას რაღაც უცხოელებთან და საქმიან რაღაცა კვანძებს და კავშირების საშუალებებს გაძლევთ. ამიტომ თქვენი დრო არის, რომ თუ რამე გისწავლია, თუ რამე ჰობი გაქვთ, ხო, აქ მესამე სახლის იუპიტერიც გეუბნებათ, რომ თუ რამე ჰობი გაქვთ, თუ რამე გისწავლია, თან გაიგეთებიათ, ეხლა არის ამ ყველაფრის წარმოჩინების და სოციუმში გატანის ძალიან კარგი საშუალება, რაც დაგადებინებთ ნამდვილად შედეგებს ამ ტრანზიტის განმავლობაში. სხვათა შორის შეიძლება, რომ ეს იყოს ასევე მასწავლებლობაც, მაგალითად რაღაც აკეთებ და უცებ თავში დაგარტყოთ, რომ მოდი ვასწავლი ამას და აქედანაც მექნება შემოსავალი, რატომაც არა, შეიძლება ასეც იყოს. გაჩნია ხო ზოგიერთ თქვენთაგანისთვის, ახლა ზოგი პატარა მისმენთ, ზოგი უფროს დასრული, ამიტომ ყველა თქვენთაგანისთვის შესაბამისი ახსნა ექნება ამ პოზიციას. ორმაგი ასპექტი იუპიტერისა და აღმავალი კვანძის მე-7 სახლზე, რაც ასევე კიდევ ერთხელ ურთიერთობებზე მიუთითებს, ან თქვენთვის როგორც მე-5 სახლი არის დატვირთული და აღმავალი კვანძის ტრანზიტით, ასევე ანუ რომანტული ურთიერთობის, ასევე პირადი ურთიერთობების, ოფიციალური ურთიერთობის სახლი არის ორმაგი ასპექტის ქვეშ, რაც მას ნიშნავს, რომ ურთიერთობა ნამდვილად იქნება აქცენტირებული თქვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ ხართ ურთიერთობაში, ყავით ყურადღებით, იმიტომ რომ აქ შეიძლება იუპიტერმა მესამე სახლიდან მოგიტანოთ მაგალითად ახალი ნაცნობები, ახალი კავშირები, ახალი ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და თქვენი ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და რა თქმა უნდა აღმავალი კვანძი მე-11-დანაც შეიძლება იყოს იმის შემომტანი, რომ გარკვეული არეულობა შემოვიდეს თქვენს პირად ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში თუ თქვენს პარტნიორთან ხართ კარგ ნაყოფიერ ურთიერთობაში, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ძალიან მოგინდებათ გაფართოვება თქვენი ურთიერთობის, ანუ უფრო ახალ ტალღებზე გადაყვანა, ბევრი სიახლის შემოტანა, ხოლო თუ გარკვეული დაძაბულობები არის ურთიერთობაში, მაშინ შეიძლება რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თქვენი პირადი ცხოვრება და ურთიერთობა. ლაგნა იგივე ასცედენტი კურუებისთვის, თქვენი აღმავლის ტრანზიტი გაივლის მე-10 სახლს, ხოლო დაღმავლის ტრანზიტი, ანუ იგივე კეტო გაივლის მე-4 სახლს.
ზოგადად ეს ღერძი მე-14 სახლი გამორჩეულია იმითი, რომ აქ ამ ტრანზიტების განმავლობაში შეიძლება მოხდეს სტატუსის ცვლილება. სტატუსის ცვლილება რა არის, ხო? მაგალითად სამსახურიდან განთავისუფლება, ან პირიქით სამსახურის დაწყება, ან მაგალითად ოჯახის დანგრევა, ან ოჯახის პირიქით შექმნა, ანუ სახლსა და საქმიან სფეროებში სტატუსის ცვლილება შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ყველა თქვენთაგან ის პირად რუკას და პირად პერიოდებს გააჩნია, იმიტომ რომ ტრანზიტები მხოლოდ 20% არის იმისა, რაც შეიძლება რომ ინახოს პირადი პერიოდებით და პირადი რუკით, ამიტომ რა თქმა უნდა, ყოველთვის სხვადასხვანაირი ვითარება შეიძლება იყოს, ზოგი შოულობს სამსახურს, ზოგი მოდის სამსახურიდან, მაგრამ საერთო ჯამში მე-14 სახლში ადამიანმა უნდა გადააფასოს რაღაცნაირად თავისი სტატუსი, როგორც თავის თავთან, ანუ ოჯახში თავის სტატუსი, ასევე სამსახურობრივად და კარიერულად თავისი სტატუსი. ამიტომაც ამ თემებში იქნება გამოწვევები ამ ტრანზიტის განმავლობაში. აქ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ აი ფული რო არ მქონდეს და ფულს რა ეშველება და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იუპიტერი ყავთ მეორე სახლში ტრანზიტულად და აღმავალი კვანძი მას ასპექტირებს, ხოლო მეორე მხრივ მე-11 სახლში ყავთ სატურნის ტრანზიტი, ეს მას ნიშნავს, რომ უფლოდ ნამდვილად არ იქნებით, უბრალოდ ამ ტრანზიტის წელიწადნახევრის განმავლობაში გექნებათ შიშები, შეიძლება ფოთვები ფულთან დაკავშირებით, მაგრამ უფლოდ არ იქნებით იმ შემთხვევაშიც კი თუ სამსახურს კარგავთ იქნება კომპენსაცია, თუ კომპენსაცია არ არის რაღაცა სხვა შემოსავალია, საიდანღაც გამოჩნდება, ამიტომ ამაზე ნერვულობა და რაღაცნაირი დაძაბულობა ნამდვილად არ ღირს. შეიძლება იყოს გარკვეულწილად ოჯახის გაფართოებაც, მაგალითად ოჯახში ახალი წევრი შეიძლება შემოგემატოთ, იმიტომ რომ იუპიტერი ყავს ასევე მეორე სახლში და აღმავალი კვანძი მას ასპექტირებს, რაც ოჯახის გაფართოებას შეიძლება ნიშნავდეს, ან ოჯახის ფინანსების გაფართოებას შეიძლება ნიშნავდეს. საერთო ჯამში ეს არის პერიოდი, როცა უნდა გადააფასოთ ზოგადად რა გსურთ, მაგალითად რა გსურთ კარიერული კუთხით, სად გსურთ მოღვაწეობა, როგორ გსურთ მოღვაწეობა და ეს უბრალოდ ასე არ გავიგოთ რა, რომ ვიღაცა სამსახურს კარგავს, ან რაღაცა უბრალოდ არაფერი არ ხდება. რატო შეიძლება კარგავდეს ვიღაცა სამსახურს? რა გამოწვევა არის მე-10 სახლში? გამოწვევა არის ის, რომ გადავაფასოთ რა არის ჩვენი და რა არ არის ჩვენი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანებს გვჩვევია ის, რომ რაღაც ადგილას როცა ვართ, იმდანაც ვეჩვევით, რომ ჩვენია თუ არ არის ჩვენი, ეს გვავიწყდება, რომ ჩვენ თავს ვკითხოთ ხოლმე, იმიტომ რომ დღეს თუ დავიწყო სადღაც მუშაობა და ჩემი ოცნების სამსახური არ ნიშნავს, რომ მომავალ წელსაც ჩემი ოცნების სამსახური იგივე იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი მიდის წინ, ჩვენც ვითარდებით და ის რაც შეგვესაბამება დღეს, შეიძლება არ შეგვესაბამება სხვა. ამიტომ ეს გვავიწყდება, როცა რაღაცებს ვეჩვევით და მე ემოციურად ვეჯაჭვებით და შესაბამისად მესმის რომ ზოგადად ასტუდენტ კურსებს ბევრი ცვლილება არ უყვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად ამ კუთხით უნდა იყოს ცვლილებები, იმიტომ რომ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, ზოგადად სად გსურთ რეალიზება, როგორ გსურთ რეალიზება, რა სფეროებში გსურთ რეალიზება. აი მე უკვე წელიწადნახევრის შემდეგ, როცა აღმავალი კვანძი გადავა უკვე თქვენს მე-9 სახლში, მე უკვე რეალურად მიხვდებით, სად და როგორ გამოავლინოთ თქვენი თავი, რომ თავიდან რეალისტად. აქ შეიძლება იყოს პროფესიის ცვლილებაც კი, შეიძლება რაღაც ისეთი მოიფიქროთ, რაც მაგალითად სახლიდან დააკეთოთ, ან შეიძლება აქ იყოს გარკვეული შემოსავლები უძრავი ქონების თემებიდან, ხო, თქვათ გაქირავებით, ან ყიდვით, ან არ ვიცი რაღაცა სხვა მანიპულაციებით. და შეიძლება გადააფასოთ იმ კუთხით, რომ აი თურმე ფული შოვნა, ასეთ შეიძლება და მე რატო ვიკლავ კაცო თავს ამ სამსახურში. საერთოდ ჯამში სამსახური და სტატუსი უნდა გადააფასოთ. ასევე თქვენ შემთხვევაში სასურველი იქნება თუ განსაკუთრებით ყურადღებას მიაქცევთ ჯანმრთელობის საკითხებს, იმიტომ რომ იუპიტერი მეორე სახლიდან და აღმავალი კვანძი მე-10 სახლიდან საერთო ასპექტს აკეთებს თქვენს მე-6 სახლზე და ეცეთ რომ იყოთ განსაკუთრებით ფრთხილად სასუნთ გზებთან და ზოგადად ჯანმრთელობაში მეტი ენერგია ჩადოთ. ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც დაგემართებათ, უბრალოდ ეს ასპექტები, ორმაგი ასპექტი მოითხოვს თქვენგან იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცევთ თქვენს ჯანმრთელობას. თუ მაგალითად არ იცავთ რეჟიმს, ან ვარჯიშის ან კვების არ აქვს მნიშვნელობა, რას არ იცავთ,
გამოასწოროთ თქვენი რეჟიმი ან თუნდაც მინიმუმ უარი თქვათ რაღაცა მავნე ჩვევებზე. ასევე იუპიტერის და სატურნის ორმაგი ასპექტი გვაქვს ჩვენს მერვე სახლზე, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანზე, ამაზე იუპიტერის და სატურნის უდევში უფრო ცლად ვისაუბრეთ, თუმცა აქაც გაკვირით აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ ასევე ეს პერიოდი თქვენთვის შინაგანად ტრანსფორმაციებთან აუცილებლად იქნება კავშირი, თქვენ გადააფასებთ პირველ რიგში ფინანსების სფეროს, ანუ მაგალითად ფინანსების სფეროს გადაფასება რას ნიშნავს, ხო? მაგალითისთვის ადამიანი თუ ფიქრობს, რომ ფულის შოვნა შეუძლია კარიერული ზრდით და უცებ რაღაც ძალიან მარტივ ბიზნესს წამოიწყებს, პირობითად ვიყიდე რაღაცა და გავყიდე და ამაში ვიშოვე ჩემი 5 თვის ხელფასი ერთ დღეში, ხო? უცებ ხდება გადაფასება, რომ თურმე არ არის აუცილებელი რაღაც სტატუსურის და თურმე შემიძლია ბიზნესს ვიშოვო. ან პირიქით შეიძლება, რომ ძალიან ბევრი შრომობთ, ძალიან ბევრი რაღაცა საშრომი გაქვთ, იმიტომ რომ პირადი ბიზნესი გაქვთ და უცებ მოდის შანსი, რომ რაღაცა სტრუქტურაში დაიწყოთ მუშაობას რაღაც ორგანიზაციაში, სადაც ძალიან ცოტა პასუხისმგებლობა, ცოტა საქმე გაქვთ და მოჭრილი ხელფასი და ნაკლები შრომარი და შეიძლება ეს იყოს გადაფასება, ხო, ვისთვის როგორ იქნება და ვისთვის როგორ იქნება, მაგრამ საერთოდ ჯამში სამსახურეობრივი და ფინანსური კუთხით ხდება აქ გადაფასება და სტატუსის ცვლილება. შეიძლება მოიცავდეს ის მაქსიმალურ ცვლილებას, როგორც არის პროფესიის და ქმედების არეალის ზოგადად ცვლილება, ასევე შეიძლება მოიცავდეს უბრალოდ სამსახურის ცვლილებას, ან დარგის ცვლილებას, ან დამატებით სამსახურს, ან წამოსვლას და სხვა სამსახურის დაწყებას. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში იქნება ძალიან დიდი სურვილი, რომ გამოცვალოთ საცხოვრებელი სივრცე. ეს იქნება ბინა, ქვეყანა, ქალაქი არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძი გაივლის თქვენს მეოთხე სახლს, სადაც გექნება შინაგანი დისკომფორტი იმ გარემოსთან და პირობებთან მიმართებაში, რომელშიც ცხოვრობთ. შეიძლება ზოგიერთს გაგიუარესდეთ კიდეც ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი პირობები, არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ საერთოდ ჯამში როგორი საწყისიც არ უნდა იყოს ამ წელიწადნახევრის განმავლობაში დაღმავალი კვანძის მეოთხე სახლზე ტრანზიტი მოგიტანთ დისკომფორტს იმ გარემოში, სადაც ხართ და პირველ რიგში დისკომფორტს საკუთარ თავთან. აი რაღაც სულ შეიძლება პრეტენზიებში იყოთ საკუთარ თავთან. აქედან გამომდინარე იქნება ძალიან დიდი სურვილი და ილუზია, რომ მე უნდა შევცვალო ჩემი საცხოვრებელი გარემო, თქვათ ბინა, უბანი და ასე შემდეგ. ეს გირჩევდით რომ გააკეთოთ ან ძალიან ფრთხილად, ან ამ წელიწადნახევრის განმავლობაში არ გააკეთოთ ეს საერთოდ, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძი მაინც არის კარმული კვანძი და მაინც იქ რას წამოიღებს და რას ამოიტანს კაცს მარიცის, რა თქმა უნდა, ეს ზოგადი პროგნოზია და ესე კონკრეტულად ვერც ერთ ადამიანს ვერ დაგისუსტებთ, კარკარმას მოგიტანთ თუ ცუდ კარმას მოგიტანთ ეს პერიოდი. ამიტომ თუ მსგავსი манипуляცია მოახლოეს წელიწადნახევრის განმავლობაში გექნებათ რაღაც უძრავქანები უნდა გადაიფორმოთ, გადმოიფორმოთ და ასე შემდეგ, ან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ამასთან დაკავშირებით, ან აცალოთ წელიწადნახევარი. აი მით უმეტეს თუ კონკრეტულად ჩამოყალიბებული არ ხართ, სად გინდათ ეს საცხოვრებელი არეალი ან სად გინდათ გადაცხოვრება, აი ძალიან ჩამოუყალიბებელი თუ ხართ, ჯობია ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ მიიღოთ. ხა ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება უკვე დგას და აგერ ხვალ ყიდულობს რაღაცას, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს აზრი მწიფდებოდა და უკვე მომწიფებულზე აკეთებთ ნაბიჯს. მაგრამ თუ ამ პერიოდში წამოვიდა ეს ილუზიები, რომ სხვა გარემოში მინდა ცხოვრება ან სხვა უბანში ან სხვა ქვეყანაში, ძალიან ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ილუზია, რაღაცა კარმული დასამუშავებელი გაკვეთილი და რაღაცა შარებით შეიძლება აქედან იყოს წამოწყებული. ასევე ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა სახლში. ზოგიერთ თქვენთაგანისთვის სამსახურის დაკარგვა შეიძლება ისეც გათამაშდეს, რომ უბრალოდ ბავშვი შეეძინოს, ან საჭიროება იყოს ბავშვის აღზრდის, ან ოჯახში ყოფნის საჭიროება, არ ვიცი ბავშვის გამო თუ უფროსის გამო თუ იმის გამო თუ ამის გამო, მაგრამ ზოგადად სახლში ყოფნის საჭიროება შეიძლება შეიქმნას და ამის გამო მოხდეს სამსახურზე უარის თქმა, წამოსვლა, ან რაღაცნაირად არ ვიცი სხვანაირად მოგვარება ამ საკითხს. მაგრამ ზოგადად სახლი და სამსახურის თემა იქნება აქტუალური, იქაც შრომა შეიძლება იყოს, საშრომი შეიძლება იყოს, აქაც საშრომი შეიძლება იყოს და საერთოდ ჯამში კიდე თქვენ საკუთარი თავზე იქნება საშრომი, სადაც მოგიწევთ გადაფასება, თუ ვინ ხართ თქვენ, მერვე სახლის მშვილდოსანი მოგცემთ ამის საშუალებას, სადაც ორმაგი ასპექტი გვაქვს იუპიტერისა და სატურნის და უკვე წელიწადნახევრის მერე უკვე კარიერულ პროფესიულ საკითხებში შემდეგი წელიწადნახევარი გექნებათ უფრო აღმავლობის პერიოდი. ახლა კი უბრალოდ თქვენ თავში უნდა ჩამოყალიბდეთ, გაერკვეთ, დაალაგდეთ, გაიაროთ ეს სტატუსური ცვლილება თქვენს ოჯახში თუ სამსახურში და ეს ყველაფერი დაალაგდება, მერე უკვე გავუდებთ გამოვლინების პერიოდიც. ლაგნა იგივე ასცენდენტი ტყუპებისთვის.
თქვენი აღმავალი კვანძის ტრანზიტი გადის თქვენს მე-9 სახლს, ხოლო აღმავალი კვანძის ტრანზიტი გაივლის თქვენს მე-3 სახლს. ეს მეტნაკლებად კი არა და საკმაოდ კარგი ტრანზიტია, რა თქმა უნდა, გაჩნია თქვენს მომწიფებლობას პირად რუკას და ყველაფერს ასე შემდეგ, იმიტომ რომ მხოლოდ ზოგადი პროგნოზებით და მხოლოდ ტრანზიტებით მაქსიმუმ 20% ინფორმაციის თქმა შეიძლება, რა თქმა უნდა, არ არის ინდივიდუალურად მორგებული. თუმცა აქედან გამომდინარეც, მაინც შემიძლია გითხრათ, რომ მეტნაკლებად ბევრად უკეთესი პერიოდი გაქვთ და უკეთესი ტრანზიტი არის, იმიტომ რომ თქვენ გაიარეთ უკვე მე-10 სახლის აღმავალი კვანძის ტრანზიტი, წინა წელიწად ნახევარი და რაც მას ნიშნავს, რომ ან სამსახურს დაკარგავდით, ან რაღაცა ცვლილება იქნებოდა სტატუსურად სამსახურებრივად და ოჯახურად და ცოტა რთული პერიოდი იქნებოდა, ხოლო ახლა კი თქვენ გეძლევა ჩანსი იმისა, რომ რაღაცნაირად ცოტა რეალიზებაში მოიყვანოთ თქვენი თავი, მით უმეტეს რომ იუპიტერი არის თქვენს პირველ სახლში, რასაც აღმავალი კვანძი ასპექტირებს მე-9-დან და შეიძლება ითქვას, რომ თქვენი პირადი რეალიზაცია და თქვენი საქმიანი რეალიზაცია ძალიან კარგ თანწყობაში არის ერთმანეთთან. ასევე ორმაგი ასპექტი იუპიტერისა და აღმავალი კვანძის ჩვენ გვაქვს მე-5 სახლზე, რაც მას ნიშნავს, რომ ვისაც შვილები გსურთ, შვილის გაჩენა, შვილის ყოლა და ორსულება გადასარევი პერიოდი არის ამისთვის და სავარაუდოდ ბევრი თქვენთაგან შეიძლება ასაკი და ოჯახური სტატუსი თუ გიწყობთ ამაში ხელს ეს შეიძლება იყოს განხორციელებადი. ასევე შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მე-3 და მე-9 სახლის ღერძი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თან სატურნი ასპექტირებს აქ ასევე მე-10 სახლიდან მე-12-ზე თქვენ გეძლევათ იმის საშუალება, რომ შეიცვალოთ თქვენი საცხოვრებელი ქალაქი ან ქვეყანა. ტყუპები ზოგადად ასცენდენტი ტყუპი ახლა ისეთი პიროვნებაა, რომ ხშირად შეიძლება შემგვებელი იყოს რაღაცა გარემო პირობებთან და ბევრი იდეა მოდიოდეს და მე მიდიოდეს და აქედან გამომდინარე რაღაც არ იყოს ხოლმე დარწმუნებული, როდის რისთვის უკეთესი დრო არის. მაგრამ ეხლა შემიძლია გითხრას, რომ თუ გეგმაში გაქვთ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასცენდენტი ტყუპი სადღაც უნდა გადასახლდეს, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ თუ ეს სურვილი ისეც გქონდათ და თუ აქეთკენ გაქვთ გეზი, მაშინ ეს წელიწად ნახევარი არის ყველაზე კარგი პერიოდი ახლა უახლოეს ტრანზიტებში, უახლოეს წლებში, რაც წარსულში იყო, ან მომავალში იქნება. ეს წელიწად ნახევარი არის ყველაზე კარგი პერიოდი ამისთვის. ასევე ძალიან კარგი პერიოდი არის იმისთვის, რომ მაგალითად თქვენი ჰობი, თქვენი უნარები, თქვენი შემოქმედებითობა გამოიტანოთ სოციუმში და საზოგადოებაში, ასევე იქ შეიძლება დაგხვდნენ ადამიანები, რომლებიც გაგიწევენ რეკომენდაციას, გაგიწევენ, არ ვიცი, პროტეჟეობას სამსახურებრივ კარიერულ დასთან დაკავშირებით. შეიძლება ეს იყოს თქვენი ჰობი, რომელთაც შეძლოთ რეალიზაცია და შეიძლება ეს იყოს რაღაცა ისეთი, რაც თქვენით ისწავლეთ, თქვენით გაგიკეთებიათ, თქვენით შეგიძლიათ, შეიძლება ხელოვნებას იყოს დაკავშირებული, ხო, მაინც ლომის ოდექოს ნიშანია თქვენთვის მე-3 სახლი, ხოლო მე-9 არის მერწყულის ოდექოს ნიშანი. შესაბამისად საქმიანი რეალიზაციისთვის ძალიან კარგი პერიოდია. შეიძლება მოძებნოთ მასწავლებელი, ან უბრალოდ გამოჩნდეს მასწავლებელი, რომელიც ძალიან კარგ რეკომენდაციებს გაგიწევთ, ან რაღაცას გასწავლეთ და გზაზე დაგაყენებთ. მოკლედ, ვიღაცა ადამიანი, რომელიც ხელს გიწყობთ რაღაცა წინსვლაში და განვითარებაში. შესაბამისად, გამოიყენეთ ეს ტრანზიტი, უახლოეს წელიწად ნახევარი არის საკუთარი თავის გამოჩენის და ასპარეზზე და გამოტანის, თქვენი ჰობი, თქვენი ინტერესი, თქვენი არ ვიცი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც შეგიძლიათ და გამოგდით. ასევე შეიძლება იყოს ძალიან დატვირთული კომუნიკაციების სფერო. პირველ რიგში, იმიტომ რომ მე-3 სახლის დაღმავალი იძლევა ასეთი კომუნიკაციების მომატებას და მე-9-ც, რა თქმა უნდა, სახლი, მაგრამ ასევე იუპიტერი და სატურნი საერთო ასპექტი გვაქვს მე-7 სახლზე და იუპიტერის დაღმავალი კვანტის საერთო ტრანზიტი კიდე გვაქვს მე-5 სახლზე. რაც მას ნიშნავს, რომ მრავლად იქნება ამ პერიოდში შემოსული ახალი კონტაქტები და ახალი კომუნიკაციები. უბრალოდ რაღაცა კუთხით უნდა იყოს ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ ეს დაღმავალი კვანტი თქვენს მე-3 სახლში უახლოეს წელიწად ნახევრის განმავლობაში, გაჩნია ხო ყველა თქვენთაგან სხვადასხვანაირი კარმული ბექგრაუნდი აქვს. ზოგიერთის შემთხვევაში შეიძლება ტოქსიკური კავშირებიც იყოს. არ გულისხმობ მაინც და მაინც პირად კავშირებს, მაგრამ გულისხმობ რაღაცა, არ ვიცი, ნაცნობებს, ახლობლებს, ახალ კომუნიკაციებს, სამეგობროთ და ასე შემდეგ, ხო? აი ამ რაღაცებთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილადაც უნდა იყოთ, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით შეიძლება საოცარი და ფანტასტიკური მეგობარი გაიჩინოთ, თქვენი soulmate და უახლოესი ადამიანი. და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოვიდეს ძალიან ტოქსიკური ადამიანი, რომელიც უბრალოდ რაღაცა კარმას დაგამუშავებინებთ. ფრთხილად იყავით, გულისხმობ იმას, რომ
ანუ ძალიან არ მიენდოთ თორე ხა კარმა თუ დასამუშავებელია და თუ საჭიროა მოვა და ისე დაგიბინდავთ თვალებს რომ მაინც დაამუშავებთ იმ კარმას, მაგრამ გულისხმობ რომ უბრალოდ არ გადავარდეთ ილუზიებში და არ გადავარდეთ რაღაცა ძალიან არ ჩაუვარდეთ ადამიანს ნდობაში ხო თუ გამოჩნდა ეს ახალი მეგობარი ან ახლობელი თქვენს ცხოვრებაში უბრალოდ რაღაცებს ხა ისეც მოუყვებით რაც ძალიან პირადულია და რაც შეიძლება რომ მაგალითად არ გაწყობდეთ კიდევ ვინმემ რო გაიგოს ან რამენერად ეს ინფორმაცია თქვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ თქვა იუპიტერისა და სატურნის ერთ ასპექტზე მეშვიდე სახლზე, იუპიტერისა და სატურნზე წინა ვიდეოებში ვსაუბრობ და იმ ვიდეოებსაც შეგიძლიათ გადახედოთ, თუმცა აქაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ამონათებული არის ზოგადად პირადი ურთიერთობის სფეროც, რაც მას ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება გარკვეული ცვლილება პირად ურთიერთობაში. ეს მას ნიშნავს, რომ თუ ხართ ურთიერთობაში შესაძლებელია რომ მოხდეს გადაფასება და ყოველთვის რა თქმა უნდა სხვადასხვანაირად იქნება, თუ აქამდე ურთიერთობაში გქონდათ პრობლემები, მაშინ რა თქმა უნდა დაიძაბება სიტუაცია, ხოლო თუ ცოტა უბრალოდ მოწყენილი ფაზა გქონდათ აქამდე და ურთიერთობა თვითონ ჯანმრთელია და გამართულია, მაშინ პირიქით გექნება ცესეონო ცვლილება ურთიერთობაში, ხო? ცესეონო ცვლილება, ну სხვა შეიძლება იყოს ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში, შეიძლება უფრო დაუახლოვდეთ პარტნიორს, შეიძლება არ ვიცი რაღაც საერთო საქმე წამოიწყოთ, ან რაღაც საერთო გზას გაუდგეთ კიდევ დამატებით, ხო? აქ ну თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ მეხუთე სახლზე გვაქვს ორმაგი ასპექტი და შეიძლება ბავშვის ყოლაც იყოს, ну ეს რა თქმა უნდა ურთიერთობასაც გარკვეულწილად ამრავალფეროვნებს და თუმცა არ დაგვაუწყდეს რომ სატურნის ასპექტი გამოცდებით მოდის ხოლმე და ურთიერთობაშიც იქნება გარკვეული გამოცდები, თუმცა ასევე იუპიტერის ასპექტიც გვეუბნება რომ ეს გამოცდები ძალიან მარტივად შეიძლება რომ დაუმუშავოთ, იმიტომ რომ წყალობაც სამისი ნამდვილად იქნება ამ პერიოდის განმავლობაში. ასცენდენტი კირჩხიბი. თქვენთვის აღმავლის ტრანზიტი გაივლის თქვენს მერვე სახლს, ხოლო აღმავლის ანუ კეტუს ტრანზიტი გაივლის თქვენს მეორე სახლს. ეს პოზიციები ნამდვილად არ არის მარტივი დასამუშავებლად, იმიტომ რომ დიდწილად ეს პოზიცია დაკავშირებული არის კრიზისებთან, თუმცა კრიზისი სიტყვა არ უნდა გავიგოთ ნეგატიურად, იმიტომ რომ ნებისმიერი ზრდა და ნებისმიერი ზოგადად განვითარება მოდის სწორედ კრიზისების შემდეგ და კრიზისების თანხლებით. სწორედ მაშინ ვიზრდავით და სწორედ მაშინ ვყალიბდებით და უფრო მეტად მივდივართ წინ. რაც შეეხება მერვე სახლს, რომელშიც გაივლის თქვენი აღმავალი, ტრანზიტული აღმავალი კვანძი, მერვე სახლი წამოწევს პირველ რიგში თქვენი საკუთარი თავის ტრანსფორმაციის საკითხებს ძალიან აქტუალურად, იმიტომ რომ რაჰუს ამ სახლში შემოაქვს ძალიან დიდი ენერგია, აფართოვებს და შემოაქვს ძალიან ბევრი სიახლეები. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს სტრესულიც, იმიტომ რომ შეიძლება არ ვიცი ხა ბევრნაირი ადამიანი შეიძლება ისმენდეს ხო ამ ჩანაწერს, ამიტომ ზოგ შეიძლება ძალიან დალაგებული ცხოვრება გაქვთ, ზოგ შეიძლება არც გაქვთ დალაგებული ცხოვრება, მაგრამ ყველა ვარიანტში აღმავალი მერვე სახლში როცა ტრანზიტულად გაივლის, აი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რაღაცები დადგება აუცილებლად თავდაყირა პირველ რიგში თქვენ შინაგან სამყაროში და თქვენ პირად რაღაცა ტრანსფორმაციას ეხება ეს საკითხები. აღმავალი მერვე სახლში გთხოვთ იმას, რომ მოახდინოთ საკუთარი თავის ტრანსფორმაცია, ფაქტურად ფენიქსის ფუნქცია შეასრულოთ, ანუ დაიფერფლოთ და აღდგეთ თავიდან და აი ამ პროცესისთვის არის ყველაზე კარგი პერიოდი ახლა, აქვე იუპიტერი მე-12 სახლს გადის, ეს ცალკე სხვა ვიდეოში მაქვს განხილული, მაგრამ ამ ვიდეოში უბრალოდ შევაჯამებ სხვადასხვა ტრანზიტებს, რომელიც გადის ამ წელს. აღმავალი მერვე სახლის ტრანზიტი თქვენ გთხოვთ იმას, რომ იყოთ მხოლოდ თქვენ თავზე დამოკიდებული, თქვენით დადგეთ ფეხზე, თქვენით გააკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია, ხო? ორმაგი ტრანზიტი გვაქვს იუპიტერისა და აღმავალი კვანძის მეოთხე სახლზე, რაც გქონება იმას, რომ უნდა მოაგვაროთ საცხოვრებელი ფართის სახლის, არ ვიცი, ყიდვის თუ ზოგისთვის ქირაობის თუ ზოგისთვის, არ ვიცი, გაყიდვის და მერე გააფართოვების ან ასე შემდეგ, ანუ უნდა მოაგვაროთ საცხოვრებელი ადგილი საკითხები, ხო? ასევე აღმავალი ტრანზიტი გთხოვთ იმას, რომ იყოთ დამოუკიდებლები. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანებმა შეიძლება უარი გითხრან დახმარებაზე. აქ ასევე სატურნი გადის მე-9 სახლს და შეიძლება ნაკლებად,
როგორც თქვა, აი ნაკლებად ჩართულები იყვნენ სხვა ადამიანები თქვენს ცხოვრებაში და ნაკლებად გამოგიწოდონ დახმარების ხელი, მაგრამ ეს იმისთვის ხდება, რომ გაკვეთილი ამ პერიოდში არის, რომ თქვენ დადგეთ ფეხზე და თქვენ გააკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება მაგალითად ცხოვროთ მეგობართან, რომელიც გეუბნებათ, რომ აუიცი რა რაღაცა რა მე სხვა გეგმები მაქვს ახლა სახლთან დაკავშირებით და დრო ხო არ არის რომ გადახვიდე. ან მაგალითად მშობელი გეუბნებათ, რომ იცი რა შულო, ახლა დროა შენ გზაზე დადგე და წახვიდე სახლიდან ან რაღაც ესეთი ან თანამშრომელი გეუბნებათ ან უფროსი გეუბნებათ რომ მოდი რა რაღაცნაირად შენი გზა იძებე ცხოვრებაში და მე ვეღარ შეგინახავ. მე რო სახლს ზოგადად ჩვევია სურპრიზები, როგორიც არის სხვის ხარჯზე სურპრიზები, ხო, მაგალითად შეიძლება მე რო სახლში იყოს ფული, რომელიც მაგალითად ანდერძით დარჩა ადამიანს, მაგრამ ნუ ანდერძი ნიშნავს რომ ვიღაც გარდაიცვალა. ესეთი მოულოდნელი რაღაცებიც არის. მაგრამ რახან აღმავლის ტრანზიტი გვაქვს, აქ მაგის იმედი ნუ გექნებათ მაინც და მაინც რომ ვინმე რამეს დაგიტოვეთ პირიქით, ანუ დავალება არის ის, რომ რაც უფრო მეტად ასე ვთქვათ თქვენ თავთან თქვენ იქნებით პასუხისმგებლობაში და არაფრისგან და არავისგან არაფრის მოლოდინში არ იქნებით, ხო? შესაბამისად აი ამ ტრანზიტს ძალიან კარგად დაამუშავებთ. აქ ნუ შესაბამისად აღმავალი გადის მეორე სახლს და ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული შეიძლება ცოტა კარმული რაღაცების ამოქექვა იყოს თქვენს ოჯახში. ნუ არ ვიცი რასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა შეიძლება უკავშირდებოდეს რაღაცა ისეთ საკითხებს, რომელიც მაგალითად რაღაცა ოჯახში შეიძლება იყოს საიდუმლო, რომელიც შეიძლება ეხა ამოტივტივდეს ან პირიქით რაღაცა გასაიდუმლოებული შეიძლება იყოს, რაც შეიძლება გაიხსნას კიდეც, ხო? რაღაცა ოჯახთან დაკავშირებით, კარმული კვანძებით შეიძლება გაიხსნას ან პირიქით რაღაცები უფრო ჩაიხლართოს კიდეც. ასევე შეიძლება კეტუმ მეორე სახლის ტრანზიტად მოიტანოს პირიქით ოჯახისგან ცოტა დისტანცირება, გაუცხოვება, მოკვეთა. ეს შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც მაგალითად შორს იყოთ, ან ისინი იყვნენ შორს ტერიტორიულად სხვა ქვეყანაში იყოთ, ან შეიძლება ემოციურადაც იყოს, მაგრამ გარკვეულწილად რაღაც დისტანციას ოჯახთან. ასევე ფინანსების თემას ზღუდავს როგორ გააჩნია თქვენ როგორი მეორე სახლი გაქვთ და რამდენად გაქვთ ჩადებული თქვენი რესურსები ფინანსური კეთილდღეობისთვის, ხო? მაგრამ აქ შეიძლება დაღმავალმა კვანძმა მოიტანოს სურპრიზიც, მაგალითად ის, რომ რაღაცა ფინანსური სარგებელი იყოს ოჯახიდან, იგივე ანდერძი იყოს ან რაღაცა გაჩუქონ, ესეთი ცოტა მსხვილი და შეიძლება დანაკარგიც იყოს, ანუ ყველასთვის სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს, მაგრამ ფინანსებში და ოჯახურ საკითხებში აუცილებლად იქნება ასევე ცვლილებები. ამ პერიოდის განმავლობაში მოერიდეთ ვალებს, იმიტომ რომ ამ პერიოდში აღებული ვალების გადახდა შეიძლება გაგიჭირდეთ, ასევე ნუ რახან იუპიტერი მე-12 სახლს გადის, შეიძლება იყოს ზედმეტი დანახარჯები და ანუ იყოს ესეთი ტენდენცია, რომ მეტი და მეტი და მეტი და მეტი კრედიტები აიღოთ და მეტი და მეტი და მეტი დანახარჯები გქონდეთ. ამიტომ ეცადეთ რომ ვალები არ აიღოთ და ეცადეთ რომ ფინანსები ზოგადად მოაწესრიგოთ და თქვენი კეთილდღეობა. ზოგადად ისეთი ტრანზიტებია, მთავარი ტრანზიტები მოდი ჩამოვთვალოთ, ხო, ესე იგი აღმავალი კვანძი გადის მე-8 სახლს, სატურნი გადის მე-9-ს, ხოლო იუპიტერი გადის თქვენს მე-12 სახლს. ნუ ფაქტურად ეს იუპიტერისა და სატურნის ვიდეოებშიც აღვნიშნე, მაგრამ აქაც ვიტყვი, რომ ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ თუ სურვილი გაქვთ შორ დისტანციაზე წასვლის, სასწავლებლად წასვლის, საზღვარგარეთ ცხოვრების, გადაცხოვრების და ასე შემდეგ, ამ ყველაფერში ხელი შეგეწყობათ, მაგრამ ასევე ამ ყველაფერს მოსდევს ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და ეს უნდა გამოიყენოთ სულიერი ტრანსფორმაციაც მათ შორის. ნუ შესაბამისად გარკვეულწილად ახლა სხვა ქვეყანაში გადაცხოვრებაც ტრანსფორმაციასთან გინდა არ გვინდა არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა. ამ პერიოდში ასევე ნუ რა ხომ მერვე სახლში მოიტანს ძალიან მოჭარბებულ სექსუალურ სურვილებს და ურთიერთობების სურვილებს, მაგრამ ნუ ამ ტრანზიტის განმავლობაში რაიმე სერიოზულ ურთიერთობაში შესვლას არ გირჩევთ და არც არასერიოზულ ურთიერთობაში შექმნას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოიტანოს სხვადასხვა რიგის პრობლემები და ჯერ არ არის თქვენთვის ურთიერთობის დრო. აი, როდესაც წელიწადნახევრის შემდეგ აღმავალი კვანძი უკვე გადავა თქვენს მე-7 სახლში, ხოლო ერთ წელიწადში იუპიტერი პირველ სახლში, აი მანდ ამონათდება უფრო პირადი ურთიერთობების საკითხები. მანამდე არ გირჩევთ რაღაცა ასეთ რაღაცებში გაბმას, იმიტომ რომ შეიძლება სავალალოდ დასრულდეს, იმიტომ რომ ხა მერვე სახლი მოიტანს უბრალოდ სექსუალურ ტოლობას, შეიძლება აქ იყოს რაღაცა გადამდები დაავადებების საშიშროება და ნუ შეიძლება უცებადი დაურსულებაც იყოს და ამიტომ ჯობია რომ უფრო გონებით, გონიერად, დაკვირვებით და სიფრთხილით გააკეთოთ, თან ამის დრო რეალურად
ახლა არ არის, იმიტომ რომ ეს არის თქვენთვის ზრდისა და ტრანსფორმაციის დრო. დაახლოებით წელიწად ნახევრის შემდეგ, როცა უკვე ამონაცდება ეს პირადი ცხოვრების თემები უკვე რუკიდან გამომდინარე, აი მერე უკვე შესაძლებელია ამაზე სერიოზულად ფიქრი. ეს იმათთვის, ვისაც არ აქვს ახლა ურთიერთობა, ვინც ურთიერთობაში ხართ, მათთვის მაშინ უბრალოდ ეს თემა არ იქნება ამდენად აქტუალური და შინაგანი რაღაცა პროცესები გექნებათ, შინაგანი ტრანსფორმაციის, შინაგანი ცვლილების, რაღაც ახალი იდეები, ახალი სწავლა, ახალი მასწავლებლები შემოვლენ და აქ ახლა გააჩნია პარტნიორი, მოყვებათ თუ არ მოყვებათ ამ ტრანსფორმაციაში, როგორ აღიქვამს და როგორი ადამიანია და აქედან გამომდინარე, აქ მაშინ ვერ ვიტყვით ცალსახად რა შეიძლება იყოს პირად ურთიერთობაში, მაგრამ ამჟამად ეს არ არის აქცენტირებული ახლა თქვენი ტრანზიტული რუკიდან გამომდინარე. წინა პერიოდს თუ შევადარებთ, შეიძლება წინა 1 წელი ან წელიწადნახევარი ბევრად უფრო მატერიალური კუთხით წარმატებული ყოფილიყო, იმიტომ რომ აქ ჯერ ერთი იუპიტერი გადიოდა თქვენს მე-11 სახლს და ეს მოგიტანდათ რაღაც ფინანსურ ზრდას და მოგიტანდათ უფრო რაღაცა სოციუმშიც გაფართოვებას, ხოლო ახლა იუპიტერი მე-12-ში და ასეთი კვანძების განლაგება მოგიტანთ უფრო თვითიზოლაციას, განმარტოვებას და უფრო საკუთარ თავის ჩაღრმავებას და არა მაინც და მაინც მატერიალურ პლანზე განვითარებას. თუმცა შანსები იქნება, ადამიანები დაგიდგებიან გვერდით, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჩადებთ შრომას და ენერგიას და არა იმ შემთხვევაში, თუ უბრალოდ ზღვის ხარჯზე მოგინდებათ რაღაცის გაკეთება. ამასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ მერვე სახლი არის ზღვისი ფინანსები და თუ აღმავალმა კვანძმა ამ სახლის ტრანზიტზე მოგიტანათ სურვილები, რომ რაღაცნაირად ზღვის ფინანსებს დააჯდეთ, ესე უხეშად რო ვთქვათ, ხო? მაგალითად, ქალბატონებისთვის შეიძლება ეს იყოს იგივე დაოჯახება და ვთქვათ სახლში დიასახლისად დარჩენა და სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დეკორაციებში, ამასთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ ეს ტრანზიტი როცა გაივლის, შემდეგ მოგეთხოვებათ სხვა ტრანზიტებში და სხვა დროებში ის ყველაფერი, რასაც ახლა გამოიყენებთ მერვე სახლის ტრანზიტიდან, აღმავლის ტრანზიტიდან. ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენი რესურსები ჩადოთ, თქვენი შრომა ჩადოთ და თქვენ თვითონ დააყენოთ თქვენი თავი ფეხზე. ლაგნა იგივე ასცენდენტი ლომებისთვის აღმავლის ტრანზიტი გაივლის თქვენს მე-7 სახლს, ხოლო აღმავალი ტრანზიტი გაივლის თქვენს პირველ სახლს. რა შემიძლია გითხრათ, რომ წინა წელიწადნახევართან შედარებით ცოტა მარტივი ტრანზიტია, იმიტომ რომ წინა ტრანზიტში აღმავალი გადიოდა თქვენს მერვე სახლს. და ეს იქნებოდა, არ ვიცი, შიშებით, ფობიებით და ტრანსფორმაციებით და ხუნძლული პერიოდი, თუმცა ახლა სატურნი გადავიდა და ყველაფერი რაც ზედმეტი იყო ამ მერვე სახლში მოგაშორებთ და მე-7 სახლში აღმავალი ტრანზიტი გეუბნებათ იმას, რომ დრო დადგა თქვენთვის, რომ ურთიერთობებში დაალაგდეთ, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ზოგადად ურთიერთობებში. ეს იქნება პერიოდი, როცა შეიძლება მოვიდნენ ადამიანები ცოტა უფრო მომხიბვლელი გახდეთ, ზოგადად საწამდეგო სქესისთვის მოეწონოთ, რაღაც ახალი ურთიერთობების ვარიანტები გაჩნდეს, ასევე მეგობრული ურთიერთობები შეიძლება აქ იყოს და მოკლედ მეტად უფრო თქვენს ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდნენ ახალი ადამიანები. თუმცა ვიტყოდი იმას, რომ აღმავალი კვანძი მაინც იძლევა ხოლმე ილუზიებს და ამ პერიოდში ურთიერთობის დასერიოზულება მაინც და მაინც არ იქნებოდა სასურველი, იმიტომ რომ გაივლის წელიწადნახევარი გადავა მერე აღმავალი კვანძი მე-6 სახლში და შეიძლება დაიშალოთ მტრებად. ამიტომ ჯერჯერობით ამ პერიოდში ჯობია, რომ არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით არ მიიღოთ, მაგრამ ცადოთ, შეხვიდეთ ურთიერთობებში, ურთიერთოთ და ასე შემდეგ. დაღმავალი კვანძი პირველ სახლში გეუბნებათ, რომ შეიძლება უფრო მოხდეს ზოგადად, როცა პირველი მე-7 სახლები არის დატვირთული, ანუ ადამიანს აქვს საკუთარი თავისა და გარესამყაროს საზღვრების გადაფასების მდგომარეობა. ანუ რა დოზით მე ვარ მე და რა დოზით მე ურთიერთობებში ვარ მე, თუ ვზავდები ძალიან და ვითქვიფები ძალიან, ანუ სად არის ჩემი საზღვარი, სად ვთავრობები მე და სად იწყებიან სხვები. აი ამ საზღვრების გადაფასების მომენტი არის, როდესაც პირველი მე-7 სახლები ყავს დატვირთული, ამ შემთხვევაში აღმავალი და დაღმავალი კვანძები არიან ამ სახლებში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გადააფასოთ წინა ურთიერთობებით, ხო, სადაც მაგალითად შეიძლება ახლა სხვა თვალით შეხედოთ და შეხედოთ, რომ ან ძალიან ეგოისტი ვიყავი ურთიერთობაში და ახლა მთლად ეგრე არ შეიძლება, ან პირიქით შეიძლება, რომ ძალიან დამთმობი ვიყავი და ძალიან გადამყოლი სხვა ადამიანზე და ასე აღარ შეიძლება და ჩემი პირადი საზღვრები და ინტერესები უნდა წამოვწიო წინა პლანზე. მოკლედ, რაღაც საზღვრების გადაფასებაც იქნება ამ პერიოდში მე და სხვების თემასთან დაკავშირებით.
აღმავალი კვანძი იუპიტერთან ერთ-ერთ საერთო ასპექტს აკეთებს მესამე სახლზე, რაც მის ნიშნავს, რომ პრინციპში ვთქვით თქვენ სასტორისო დეკოს ნიშანზე, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი აი ესეთი არამეგობრები, მაგრამ ახლობლები გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში, სამეგობრო ადამიანები. რაღაცა თემებიდან გამომდინარე, არ ვიცი, შეიძლება კურსები იყოს, ან რაღაცა ჰობით დაკავდეთ, ან რაღაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი შეიძლება მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. მოკლედ, წინა პერიოდთან შედარებით ეს ბევრად უკეთესი ტრანზიტია, პლუს იუპიტერი მე-11 სახლში გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მატერიალურად რაღაცა კარგი შემოსავლები გქონდეთ და საიდანღაც დამატებითი შემოსავლები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, რაც ცოტა გაძლევთ მოდუნების საშუალებას ამ კუთხით და გადართვის საშუალებას ზოგადად ურთიერთობებზე და კომუნიკაციებზე. დაღმავალმა პირველ სახლში შეიძლება მოიტანოს გარკვეული შებოჭვა, შეზღუდვა, გაჩნია ვისთვის როგორ იქნება, შეიძლება იყოს მაგალითად საკუთარი თავის გაუფასურების მომენტები, რომ არაფრად არ ვღივარ, არ ვიცი რა არის საერთოდ ჩემი ფასი და აი საკუთარ რაღაცა თვით აღქმასთან და თვით შეფასებასთან ჭიდილი შეიძლება მოიტანოს და ასევე აი ჩემი აი მე ვინ ვარ და ჩემი პირადი ეგოისტური სურვილების შეზღუდვა შეიძლება მოიტანოს, იმიტომ რომ დაღმავალმა კვანძმა პიროვნულობაში, ანუ ამ პირველ სახლში, ანუ ვინც თქვენ ხართ, როგორც ხედავთ თქვენ თავს და როგორც საზოგადოება ხედავთ, აი მანდ უნდა მოგოშოროთ რაღაცა ზედმეტი, რაც თქვენი არ არის შესაბამისად, აქ შეიძლება შეიცვალოთ სტილი, ან შეიცვალოთ რაღაც იმიჯი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აქ ხდება პიროვნების აი მთელი წლის განმავლობაში, დიდი ხნის განმავლობაში, რაც თქვენ თავს დააშენეთ, შეიძლება მორალურად, ფსიქოლოგიურად თუ ვიზუალურად და ასე შემდეგ, ყველაფერი ზედმეტია, ახლა ეს ყველაფერი უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან, შესაბამისად შეიძლება ამ პერიოდმა მოგიყაროთ რაღაცა თქვენ თავთან ჭიდილები, შესაბამისად ამ ჭიდილების ხარჯზე გაარკვევთ რეალურად რა მართლა თქვენი აუთენტური ნაწილია და რა დარჩება და რა მოხვეული ყოფილა და შესაბამისად უნდა წავიდეს. ამიტომ პარალელურად საკუთარ თავზე გარკვეული მუშაობის პროცესიც არის, მithumetes სატურნი მერვე სახლში და რა თქმა უნდა ტრანსფორმაციები და გადაფასებები ჯერ კიდევ ძალიან ბევრი იქნება აქ. ხოლო მე-7 სახლის აღმავალი ტრანზიტი ძალიან ესე ვთქვათ სინქრონულად მოდის ამ სატურნთან და რა თქმა უნდა დაღმავალ კვანძთან ერთად ისე ყოველთვის სინქრონშია, რომ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციით შეიძლება დაინახოთ თქვენი ახალი თავი, ან უბრალოდ ის რაღაცა პატერნები თქვენ თავში, რაც არ არის თქვენი, რაც ზედმეტია, რაც მოსაშორებელია და სხვა ადამიანები იქნებიან სარკეები თქვენი აღმავალი მე-7 სახლით და პლუს ტრანზიტით მე-3 სახლზე, რომ აი სად ვარ ხა ყალბი, სად არ ვარ ყალბი, სად ნამდვილი ვარ, სად აუთენტური ვარ, სად მოგონილია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ისეთი ადამიანები შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც უბრალოდ არ ვიცი, ტყუილად შემოვლენ, იმიტომ რომ აღმავალ კვანძს ჩვევია, რომ ყველაფერს მოგაყრის ადამიანს იმ სფეროში, რომელ სახლშიც გადის და მე შენ უნდა დაახარისხო და შენ უნდა აწონდაწონო რა ნამდვილია და რა არა, ძირთადად როცა ეს ტრანზიტი გადაივლის ხოლმე. ამიტომ შეიძლება ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, ვინც უბრალოდ გამოჩნდნენ და თავიდან გეგონოთ, რომ აუ, რა კარგი ადამიანი, ან რა კარგი მეგობარია, ან რა კარგი პარტნიორია და გაიაროს ტრანზიტმა და მერე დაიშალოს და არაფერი მან არ მოხდეს. ასევე შეიძლება ისეთ ადამიანებთან წამოიჭრას ზოგადად ურთიერთობების პრობლემები, რომელთანაც უკვე გაქვთ ურთიერთობა, თუნდაც თუ პირადი პარტნიორი უკვე გყავთ, შეიძლება მასთან არსებული პრობლემები წამოწოს წინა პლანზე. თუ აქამდეც ყოფილა უთანხმოებები, ხა რა თქმა უნდა მოწმენდილცაზე არაფერი არ მოხდება. თუ აქამდე არანაირი პრობლემა არ გაქვთ ურთიერთობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ თქვენს პარტნიორთან ერთად მოგინდებათ ურთიერთობის განახლება, გადახალისება, საერთო საქმის დაწყება, ერთად რაღაცის გაკეთება, ჰობის მოფიქრება, რაღაცა, რომ ერთად გააკეთოთ, რომ ურთიერთობა უფრო გაახალისოთ. არ გამორიცხავთ, თუ ხართ ურთიერთობაში, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდეს მესამე პირი. შეიძლება თქვენი მხრიდან, შეიძლება პარტნიორის მხრიდან. ზოგადად ურთიერთობები არის ესეთი სფერო, რომელშიც ახლა გაივლით გამოცდებს და გაკვეთილებს, ამიტომ ვისაც არასწორ ნიადაგზე გაქვთ ურთიერთობები აშენებული, არ აქვს მნიშვნელობა ეს პარტნიორულია თუ მეგობრული თუ ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი ახლა დაიტესტება, ხოლო თუ სწორ ნიადაგზე არის ეს ყველაფერი აშენებული, მაშინ თქვენს ურთიერთობებს ნამდვილად არაფერი არ დაემუქრება.
ლაგნა, ანუ იგივე ასცენდენტი ქალწულებისთვის თქვენი აღმავალი კვანძის ტრანზიტი გაივლის მე-6 სახლში, ხოლო დაღმავალის გაივლის მე-12 სახლში. ეს არ არის მაინც და მაინც მარტივი ტრანზიტი, თუმცა ქალწულებისთვის მე-6 სახლი უცხო არ უნდა იყოს და უფრო ახლოს უნდა იყოს ამ ენერგიებთან, მაგრამ მოდი მაინც ვისაუბროთ. აღმავალი კვანძის მე-6 სახლში თქვენ გაიძულებთ იმას, რომ ძალიან ბევრი რუტინული შრომა გაძიოთ ამ პერიოდის განმავლობაში. და საერთო ასპექტი აღმავალი კვანძისა და იუპიტერის მეათედან თქვენს მეორე სახლს, ანუ ფულის სახლსა გვეუბნება იმას, რომ გარკვეულწილად ეს შრომა უაზროდ არ ჩაივლის და თქვენი რუტინა უაზრო არ იქნება და ეს მოგიტანთ გარკვეულ ფინანსურ სარგებელს, ასევე იუპიტერის ტრანზიტი მეათე სახლში თქვენ გაძლევთ კარიერული დაწინაურებისა და საქმიანი წინსვლის საშუალებას და შესაბამისად ეს შრომა არ იქნება ნამდვილად ურიგო. უბრალოდ აქ არის ის მომენტი, რომ მე-6 სახლი ასევე არის ვალებისა და მტრების სახლი, ხო? შესაბამისად შეიძლება მოგიწიოთ გამკლავება გარკვეულ მტრებთან და ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი რომ ვალებში გადავარდეთ, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება გართულდეს მე ამ ვალების დაბრუნება ან რაღაცა სხვა პრობლემების შექმნას და უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. ასევე მე-6 სახლი გარკვეულწილად, როცა კარმული კვანძი გადის, ამოქეკავს ხოლმე და ამოატივტივებს გარკვეულ ჯანმრთელობის საკითხებსაც. თუ აქამდე რაიმე პრობლემა გქონდათ, რომელიც არ დაამუშავეთ, რომელსაც არ მიხედეთ, არ გამოაჯანმრთელეთ ორგანიზმი, ეს ყველაფერი თავს წამოყოფს. ან შეიძლება ეს იყოს ახალი რაღაცა წუხილები, უბრალოდ რომელიც შეგიძლიათ მოგორთ რეჟიმით, იმიტომ რომ მე-6 სახლი პირველ რიგში არის რეჟიმი და არის რაღაცა რუტინა. შესაბამისად ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემები, ვისაც გექნებათ, ყველას რა თქმა უნდა არ გექნებათ, იმიტომ რომ თქვენს პირად რუკაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერია თქვენი მე-6 სახლი, რამდენად ძლიერია თქვენი აღმავალი და ასე შემდეგ და რა პერიოდები გაქვთ თქვენი პირადი ნათალური რუკიდან, მაგრამ თუ ზოგაჭრილში ვსაუბრობთ, საყურადღებო ნამდვილად არის ჯანმრთელობა. იმიტომ რომ შეიძლება გაშალოს მთელი სპექტრი რაღაცეებისა. ოღონდ ამ ჯანმრთელობის საკითხების თუ კი რამე წამოიწევა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, მაინც და მაინც წამლებით გამოჭრება არ იქნება სწორი, იმიტომ რომ მე-6 სახლი არის რუტინის სახლი და ყოველდღიური რაღაცა რუტინა, ამიტომ ყველაზე სწორი იქნება რუტინული რეჟიმი ვარჯიშის, კვების, რაც თქვენ ორგანიზმს მოუხდება. ასევე რა თქმა უნდა, ორმაგი ასპექტი იუპიტერისა და აღმავალი კვანძის მეორე სახლსა გვეუბნება, რომ შეიძლება კვების სფერო იყოს აქ დარღვეული და კვების სფეროს მოგიწევთ, რომ მიაქციოთ მეტი ყურადღება. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში დასვენება შეიძლება ნაკლებად გამოგივდეთ, მიუხედავად იმისა, რომ აღმავალი კვანძი მე-12 სახლს გაივლის და რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი და მისწრაფება იქნება, რომ დაისვენოთ და შესაძლებელია, რომ ეს გამოგივიდეთ კიდეც, არ არის აქ გამორიცხული, ყველა სხვადასხვა ბექგრაუნდი გექნებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ეს არის უფრო შრომის პერიოდი და უბრალოდ აქ შეიძლება შეიქმნას იმის ილუზია, რომ რაღაცნაირად დასვენება მჭირდება, მეტი აღარ შემიძლია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩაივლის ეს პერიოდი, ეს მხოლოდ წელიწადნახევრის პერიოდია, რომელიც თან უშედეგოდაც არ ჩაივლის, ანუ გარკვეულ შედეგებს მოგიტანთ აუცილებლად სამსახურებრივ და ფინანსურ საკითხებში. ამიტომ ეცადეთ, რომ ამ საკითხში ჩადოთ ნამდვილად ენერგია, თუმცა რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა უნდა დააპრიორიტეტოთ ამ პერიოდის განმავლობაში. შეიძლება გამოჩნდნენ გაურკვეველი მტრები ამ პერიოდის განმავლობაში, ვიღაცა რაღაცაზე მოგედავოთ მეზობელი ნათესავი, არ ვიცი, შეიძლება აქ იყოს გარკვეული სასამართლოების თემებიც წამოჭრილი ვიღაცისთვის იქნება, ვიღაცისთვის არა, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს რაღაცა იყოს, ან დაიძრას რაღაცა სამართლო პროცესები, რომელიც დაწყებულია და გაჩერებული იყო და ასე შემდეგ, და რაღაცა საბუთებთან და სასამართლო სტრუქტურებთან რაღაცები შეიძლება დაალაგდეს თქვენ სასარგებლოთაც კი. შეიძლება აქ ზოგიერთ თქვენთაგანისთვის იყოს მაგალითად უცხოეთის მოქალაქეობის მიღებაც კი შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ არის უბრალოდ დამეცა თავზე და მოვიგე, ეს არის ჩავედი, ვიშრომე, ვიმუშავე, გავაკეთე, ფული დავხარჯე და შესაბამისად მივიღე რაღაცა გარკვეული საბუთი საზღვარგარეთთან დაკავშირებით. რაც გარკვეულწილად შეიძლება სამსახურთან დაკავშირებით სტატუსის ამაღლებას უდრიდეს თქვენთვის თუ ემიგრაციაში ხართ, იმიტომ რომ ასევე აღმავალი კვანძი ასპექტირებს თქვენს მეათეს სახლზე, სადაც იუპიტერი იმყოფება და გიფართოვებთ ასევე სამსახურეობრივ და კარიერულ სახლს.
მოკლედ ქალწულებისთვის გონია არაფერი ახალი არ არის, რომ ბევრი შრომა მოგიწევთ ქალწულები, ასცენდი ქალწuliსაც შრომის ასცენდი არის და არ უყურს ხოლმე რეჟიმი და რაღაცა რუტინა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს წელიწადნახევარი ძალიან რუტინა შეიძლება იყოს და ბევრი საქმე შეიძლება იყოს გასაკეთებელი თუ სახლში, თუ გარეთ, თუ ჯანმრთელობასთან სამუშაოდ, თუ რეჟიმი, მოკლედ რაღაცნაირად ეს საათივით აწყობილი გექნებათ ეს წელიწადნახევარი, უბრალოდ უნდა გქონდეთ და ახლა გააკეთებთ თუ არა ეს რა თქმა უნდა თქვენზე დამოკიდებული, მაგრამ თუ გააკეთებთ, ეს მოგიტანთ ნამდვილად წარმატებას. ნუ ამ შემთხვევაში თუ პირიქით რაღაცა ძალიან ქაოტურად იცხოვრებთ და ნუ არ ვიცი, ხა ზოგს თქვენთაგან შეიძლება ისეთ ზოდიაქოს ნიშნები ქონდეს დატვირთული პირად რუკაში, რომელიც უფრო ისეთია ხო, არ უყვარს რეჟიმი და ცოტა ისეთია ქაოტურია და ჰაეროვანია ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება გაგიჭირდეთ ამ რუტინაში ცხოვრება, მაგრამ ნუ ეს არის წელიწადნახევრიანი ტრანზიტი და მოგიწევთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ მე უკვე თქვენი აღმავალი კვანძი შემდეგი წელიწადნახევრით როცა გადავა მეხუთე სახლში, მანდ უკვე გექნებათ იმის საშუალება, რომ თუ ეხლა სამყარო გაიძულებთ რაღაც რუტინულად აკეთოთ, უბრალოდ სამსახურის საქმე აკეთოთ, ხო? შემდეგ უკვე მეხუთე სახლში როცა გადავა, გექნებათ იმის საშუალება, რომ უკვე თქვენი კრეატიული და თქვენი შემოქმედებითი გეგმები განახორციელოთ და უფრო შემოქმედებით ტალღაში და შემოქმედებით დინებაში იყოთ. ახლა კი რუტინისა და შრომისა და თავდადების პერიოდია თქვენთვის. ასცენდენტი იგივე ლაგნა სასწორებისთვის აღმავალი კვანძის ტრანზიტი გაივლის თქვენთვის მეხუთე სახლში, ხოლო დაღმავალი კვანძის, ანუ კეტუს ტრანზიტი გაივლის თქვენთვის მე-11 სახლში. ეს რეალურად თქვენთვის საკმაოდ კარგი ტრანზიტია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აღმავალი კვანძი აქამდე გადიოდა თქვენს მე-6 სახლს, რომელიც მოგიტანდათ სავარაუდოდ გარკვეულ პრობლემებს სამსახურთან დაკავშირებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ცოტა რთული პერიოდი იქნებოდა. ახლა უკვე იუპიტერი გადავიდა თქვენთვის, ეს წინა ვიდეოებშიც მაქვს ნახსენები, თქვენთვის მე-9 სახლში, ხოლო აღმავალი კვანძი მე-5 სახლში. სატურნი კი მე-6-ში იმყოფება, რაც მას ნიშნავს, რომ აღმავალი მე-5 სახლში მოგიტანთ რას? ანუ პირველ რიგში ეს პოზიცია არის წყალობა თქვენი წინაპრებისგან და თქვენი, ასე ვთქვათ, ოჯახის მფარველებისგან. ასევე არის თქვენი პირადი კრეატიული პროექტები. შესაბამისად, შეგიძლიათ, რომ დამოუკიდებლად წახვიდეთ, აი მაგალითად, თუ ახლა სადმე დასაქმებული ხართ, უბრალოდ დამოუკიდებლად შესაძლებელია, რომ გახდეთ რაღაცის პროფესიონალი, ან რეალურად უკვე ხართ, მაგრამ ეხლა შეჯამდეს ის მომენტები, რომ რაღაც სხვაგან უნდა იმუშაოთ, არამედ შეგიძლიათ, რომ იმუშაოთ თქვენ სფეროში და თქვენს პროფესიაში ექსპერტად. შესაბამისად, იუპიტერის მე-9 სახლის ტრანზიტიც ამას ხელს შეუწყობს, რომ თქვენ წყალობა გქონდეთ, რომ ადამიანებმა აღმოგაჩინონ, გაგიცნონ, დაგინახონ, შეკაფასონ, დაგაფასონ და რეალურად დაგპატიჟონ, სადღაც მიგიწვიონ, რაღაცა ექსპერტობა გამოგავლენიონ და ამ ყველაფერში დაგეხმარონ. მე-5 სახლი არის თქვენი საკუთარი პროექტები, ანუ საშუალება გეძლევათ, რომ თუ რაიმე იდეები გქონდათ აქამდე, ან თუნდაც ამ პერიოდში შეიძლება მოგივიდეთ გარკვეული კრეატიული იდეები, ადგეთ და გააკეთოთ და განახორციელოთ, ხო? მე-5 სახლი არის ბავშვის გაჩენიდან დაწყებული, ნებისმიერ სხვა პირადი პროექტით დამთავრებული, ხო, როგორც არის იგივე რაღაცის წიგნის დაწერა, ფილმის გადაღება, ხო, გააჩნია ვინ რა სფეროში ხართ. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი ინტერესი და სურვილები იქნება იმასთან მიმართებაში, რომ სადღაც გამოკეტილად კი აღარ იმუშაოთ, არამედ რაღაცა საკუთარი გააკეთოთ და საკუთარი გამოავლინოთ. შეიძლება ეს იყოს მასწავლებლობაც კი, შეიძლება რაღაცა ასწავლოთ, ან შეიძლება უბრალოდ იმდენი ხანია რაღაცა სფეროში ხართ და ექსპერტი ხართ, ან ზუსტად ეხლა დაამთავრეთ უნივერსიტეტი, ან ასე შემდეგ და ეხლა შეიძლება რომ გაუდგეთ მასწავლებლობის გზას. ასევე აქ შეიძლება იყოს ორსულობაც, ვისთვისაც ეს სასურველი საკითხი არის ცხოვრების ამ ეტაპზე, მაგრამ ასევე შეიძლება მოიტანოს არაგეგმიერი ორსულობაც, ესეთი შემთხვევითი ორსულობაც, ამიტომ ვინც ჯერ მანდ არ ხართ მაგ ეტაპზე და არ გსურთ, უნდა იყოთ ფრთხილად, ხოლო ვისაც დიდი ხანია გინდათ შვილის ყოლა, ან ფიქრობთ ამ საკითხზე, მაშინ ამ შემთხვევაში თქვენთვის კარგი პერიოდი არის. ნუ აქ ახლა ასევე ნეგატიური კუთხით რა შეგვიძლია განვიხილოთ, ხო? ნეგატიური რა უფრო გაფრთხილება, რაზე შეიძლება რომ მქონდეს. ნუ აქ ძალიან დიდი დოზით შემოვა სურვილი რომანტიული ურთიერთობებისა. აი რაღაცნაირად ცით როგორი პერიოდია, აი ადამიანი რომ
ეს გოგოებისთვის უფრო ნაცნობი მდგომარეობა იქნება, აი ძალიან რო გინდა რაღაცა რომანტიზმი და რაღაცა ესეთი ენერგიების მიმოცვლა, ფლირტის და ესეთი რაღაცა შინაგანი მდგომარეობები და შესაბამისად გააქტიურდება თუ არ ხართ დაოჯახებული ან დაწყვილებული, აი სურვილი რო აბა მოდი შევხვდე ადამიანებს, გავიცნო ადამიანები, რაღაცა პირადი ავაწყო, შევიდე რომანტიულ ურთიერთობებში. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ აღმავალი კვანძი ამ სახს კი აფერთოებს, რეალურად მოგეცემათ იმის საშუალება, რომ გქონდეთ რომანტიული ურთიერთობები, მაგრამ ეს მაინც გაითვალისწინოთ, არის უბრალოდ რომანტიული ურთიერთობები და შეიძლება ეს წელიწადნახევარი რო გაივლის, ანუ ეს ტრანზიტი რო დასრულდება და მე აღმავალი კვანძი გადავა თქვენს მეოთხე სახლში, შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ რაღაცნაირად გამოხვედით თქვენ თვითონ მაგ მდგომარეობიდან, სადაც ძალიან რაღაც გაჟღენთილი იყავით ამ რომანტიული ენერგიით და რეალურად მე შეიძლება დაინახოთ არსებული პარტნიორი და მიხვდოთ, რომ ეს ის არ არის. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, კარგია თუ მოთხოვნილება შესაბამისად იქნება, ამიტომაც კარგია თუ შეხვდებით ადამიანებს, გაიცნობთ და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც და მაინც ამ ტრანზიტის განმავლობაში უნდა ოჯახდებით, იმიტომ რომ როგორც კი გაივლის ეს ტრანზიტი, მე მიხვდებით, რომ შეიძლება როგორც პიროვნებას აბსოლუტურად არ შესაბამებოდეთ მეორე ადამიანს და უბრალოდ ეს რომანტიზმის ფილტრი გქონდათ გადაკრული თვალებზე და ამიტომ იყავით ესე ძალიან რომანტიულ გარემოში და მდგომარეობაში. შეიძლება რა თქმა უნდა ისეც მოხდეს, რომ გადაივლის ეს პერიოდი, მე აღმოჩნდეთ, რომ უკვე ეს მშრალად რო შეხედავთ და ლოგიკურად უკვე გააცნობიერებთ თქვენი პარტნიორის არის, მიხვდეთ, რომ სწორედ ეს არის თქვენი ადამიანი, მაგრამ დაოჯახება და სერიოზული ნაბიჯის გადადგმა სწორედ მაშინ ღირს, როცა ამას უკვე რაციონალურად შეაფასებთ. დაღმავალი კვანძი მე-11 სახლში, ამან კი შეიძლება მოგიტანოთ ცოტა სოციუმისგან იზოლაცია, მაგრამ მეორე მხრივ იუპიტერი მე-9-ში გყავთ, ანუ შეიძლება იცით როგორ რაღაცა იყოს, რომ აი მაგალითად უფრო ნაკლებად გყავდეთ ახლო ურთიერთობაში ვიღაცები, მაგრამ გყავდეთ პირობითად თუ სოციალურ რაიმე სივრცეებში აქტიურობთ, გყავდეთ ბევრი გამომწერი, ან ესე ვთქვათ, ფანები, არ ვიცი თუ რაიმე ისეთ ხელოვნების სფეროში ხართ, ან რაღაცით ცნობილი ადამიანი ხართ ხო? და გყავდეთ რაღაც ისეთი ადამიანები, მოკლედ, ვინც თქვენით არიან ნახევართვალნებულები და ძალიან მოწონ ხართ. ასევე ორმაგი ასპექტი იუპიტერისა და სატურნის მესამე სახლზე გაძლევთ იმის საშუალებას, რომ რაღაცა კომუნიკაციები, ესეთი შორიახლო კომუნიკაციები შეიძლება ცოტა ზედაპირული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომუნიკაციები კარგად დააწყოთ. შეიძლება საქმიდან გამომდინარე, საქმიანობიდან გამომდინარეც იყოს ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ ახლა, თან იუპიტერი და აღმავალი კვანძი ერთობლივად ასევე ასპექტირებს თქვენს ასცენდენტზე და ეს მას ნიშნავს, რომ შესაბამისად გარკვეული კარგი ცვლილებებიც შეიძლება გქონდეთ, მაგალითად პიროვნული განვითარების კუთხით, ამ შემთხვევაში ვიზუალური კუთხით შეიძლება იყოს ძალიან კარგი ცვლილებები, თუ მაგალითად დაგეგმილი გაქვთ რაიმე ჩარევა ქირურგიული ან შეცვლა იმიჯის ან რამენერად ცვლილება თქვენი გარეგნობის ძალიან კარგი პერიოდი არის, მაგისთვის დაუცებად რაღაცა ცვლილება გარეგნობაშიც იქნება. ლაგნა იგივე ასცენდენტი მორიელებისთვის აღმავალი კვანძი თქვენთან გაივლის მე-4 სახლში, ხოლო დაღმავალი გაივლის მე-10 სახლში. მე-4 სახლები ეს არის სახლი სამსახური. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოხდება გარკვეული ცვლილებები თქვენს სახლსა და სამსახურს შორის. ანუ ცვლილებები შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, მაგალითად, შეიძლება წამოხვიდეთ სამსახურიდან ან მოგიწიოთ იძულებით სამსახურის დატოვება, ან გამოგიშვან, ან დაიკეტოს სამსახური და მოგიწიოთ მეტი დროის დათმობა სახლისთვის, ოჯახისთვის, ან შეიძლება ქალბატონებისთვის, მაგალითად, ეს იყოს მშობიარობა, ბავშვის გაჩენა, ან ბავშვის საჭიროებდეს, რომ სახში იყოთ, სახში დაჯდეთ, მეტი დრო დაუთმოთ და ანუ რაჰუ მაინც მე-4 სახლში მაინც ქაოსს შემოიტანს, ანუ იმას გულისხმობ, რომ ეს არ არის სახში ჯდომა იმ გაგებით, რომ კარგად ვარ და კომფორტულად ვარ, არამედ იმიტომ, რომ სახლიდან ვაკეთებ საქმეს, ან სახლში ვაკეთებ საქმეს, ხო? შესაბამისად, შეიძლება რომ ზოგიერთ თქვენთაგანისთვის იყოს ცვლილება, მაგალითად დისტანციურ მუშაობაზე გადახვიდეთ და სახლში ქაოსი სწორედ მასზე შემოიტანეთ, რომ ანუ სახლში მუშაობდეთ, ხო? ან იგივე ბავშვის თემაში, ოჯახის თემაში მოგიწოთ სახლში უფრო ყოფნა, ან უბრალოდ სამსახურს რაღაცა ისეთი გარემოება შეიქმნას, რომ სამსახურში აღარ იყოთ, მოგიწოთ სახლში ყოფნა და სახლში შეიძლება არ გქონდეთ მაინც და მაინც იდეალური გარემო საცხოვრებლად და არ გზნობდეთ თავს კომფორტულად, იმიტომ რომ მე-4 სახლში აღმავლის ტრანზიტს, რა თქმა უნდა, შემოაქვს გარკვეული
ქაოსი და რა თქმა უნდა შემოაქვს უკმაყოფილება იმ სივრცეში ყოფნით, რომელშიც ხართ. შესაბამისად, შეიძლება აქ წამოიჭრას თემები უძრავი ქონების ყიდვის, ან გადასვლის, ან წასვლის საერთოდ საზღვარგარეთ, ან ქალაქგარეთ, ან გადაცხოვრების, ან აშენების საკუთარი სახლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გარემო პირობების ცვლილების სურვილი იქნება ძალიან დიდი. თუმცა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ სადაც აღმავალი გადის იქ, რა თქმა უნდა, შანსები და საშუალებები გვეძლევა, მაგრამ რა თქმა უნდა, აღმავალ კვანძს თავისი ილუზიებით შემოაქვს, ხო? ამიტომ ასეთი გარიგებები თუ გექნებათ, როგორც არის ბინის ყიდვა, ან რა ვიცი, თუნდაც ცესხით გაფორმება და ასე შემდეგ, ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ დოკუმენტებთან, იმიტომ რომ შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზე, მათ რომელიც სამომავლოდ შეიძლება იყოს ცოტა ისეთი თქვენთვის სავალალო და დამაზიანებელი. მაგრამ ასევე რა თქმა უნდა, ეს ტრანზიტი იძლევა საშუალებას, რომ გააფართოვოთ თქვენი საცხოვრებელი, გააფართოვოთ თქვენი კომფორტი, თუნდაც ან შეიძლება აქ ვიღაცებმა რემონტი გააკეთოთ, ვიღაცებ გადახვიდოთ, ვიღაცამ გვერდზე კორპუსში იყიდოთ სახლი, ან თუნდაც შორს იყიდოთ სახლი, არ აქვს მნიშვნელობა, ხო, სხვადასხვა ნაირი დეკორაციები იქნება. ანუ საერთოდ ჯამში უძრავი ქონების გაფართოების საშუალებას რა უგაძლევთ, მაგრამ ყურადღებით და აი მაგალითად სიტყვიერ გარიგებაში ნუ დარჩებით სიტყვის დონეზე, ხო? ანუ ჯერ ხელი მოაწერეთ სწორ დოკუმენტებს და მერე გადადგით ნაბიჯები. შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა საზღვარგარეთაც კი იყიდოს რაიმე ქონება, ან გადავიდეს იქ და რაღაცა საქმიანობებს მოკიდოს ხელი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შესაძლებელია, იმიტომ რომ მეორე მხრივ ორმაგი ასპექტი გვაქვს რაჰუსი და იუპიტერის მე-12 სახლზე, ხო? რაც მას ნიშნავს, რომ საზღვარგარეთის თემა ასევე ამოწეული გვაქვს და ასევე არის ძალიან განხილვადი ამ ტრანზიტების განმავლობაში. იუპიტერი ასევე თქვენს აღმავალ კვანძზე ასპექტირებს მერვე სახლიდან და იუპიტერზე უკვე მაქვს ვიდეო ჩაწერილი, თუ ჯერ არ გინახავთ ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ეს ვიდეოც ლინკად და შეგიძლიათ იუპიტერის ნიშნის ცვლილებასაც უყუროთ თქვენი ასცენდენტისთვის მოусმინოთ. თუმცა აქ უკვე შემაჯამებელ, ზოგადად ამ ვიდეოში უფრო შემაჯამებელ ტრანზიტულ განხილვასაც ვაკეთებ და გამოდიოდა რომ თქვენი იუპიტერი გავლის მერვე სახლს, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი სურვილი იქნება და წყალობა თქვენი ტრანსფორმაციის, რაღაცა ცვლილების, პიროვნული ზრდის და ასე შემდეგ, ხო? და რახან თქვენს მეოთხე სახლის რაჰუზე აკეთებს ასპექტს, ხო? და ჯამში აღმავალი და იუპიტერი ერთად აკეთებენ ასპექტს მე-12 სახლზე, შესაძლებელია, რომ აი ამ თქვენს შინაგან ცვლილებას, თქვენს შინაგან ტრანსფორმაციას მოყვეს ის, რომ გადაგისროლოთ სადღაც სხვაგან შორს, უცხო ქვეყანაში, უცხო ადგილას და სულ სხვაგან დაიწყოთ საქმიანობა. ასევე ეს პერიოდი კარგი არის სახლიდან სწავლისთვის, მაგალითად, ანუ დისტანციური რაღაცა კურსებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის. თუმცა შესაძლებელია, რომ ნუ აღმავალი კვანძი აქ რა თქმა უნდა ემოციურ მაჩვენებლებს ცოტა აზიანებს, ამიტომ შესაძლებელია, რომ დედის ჯანმრთელობა იყოს, ნუ რა თქმა უნდა დედის რუკასაც გააჩნია და თქვენს რუკასაც გააჩნია, მაგრამ მეოთხე სახლში შეიძლება დაზიანოს დედის ჯანმრთელობა და შეიძლება დაზიანოს დედასთან ურთიერთობა, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა შეიძლება კატასტროფული მოხდეს, მაგრამ ამ ტრანზიტის განმავლობაში, წელიწადნახევრის განმავლობაში შეიძლება აი მუდმივად იყოს რაღაცა დაძაბულობა, შეკამათება, აი რაღაც გაუთავებელი, შეიძლება ერთი და იგივეზეც კი რაღაც უთანხმოებები და ანუ თუ ასეთი ტენდენცია თქვენთან შეიმჩნევა, უბრალოდ ნუ ტრანზიტია, რომელიც ჩაივლის და ამ დროის განმავლობაში ჯობია რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ დედასთან დაკავშირებით, ან დისტანცირებასთან დაკავშირებით, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაჰუ მეოთხე სახლიდან ასპექტირებს მეორე მხრივ თქვენი მერვე სახლის ტრანზიტულ იუპიტერზე, რაც მას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი სურვილი გექნებათ განვითარების, წინსვლის, შემეცნების, ტრანსფორმაციის, შეიძლება გაიაროთ რაღაცა კურსები, ან რიტრიტები, ან არ ვიცი, სხვადასხვა ასეთი სერვისები, რომელიც მოგცემთ აი ამ ტრანსფორმაციის საშუალებას, ზრდის საშუალებას. ოღონდ რახან აქ იუპიტერი გვაქვს, ეს, ნუ, რა თქმა უნდა, თქვენს მერვე სახლს და ნათალურ რუკას გააჩნია, მაგრამ მეტნაკლებად უფრო შესაძლებელი იყოს უფრო მშვიდად, უფრო წყნარად, არა რაღაცა ქაოსის ხარჯზე. შეიძლება უბრალოდ მასწავლებელი გამოჩნდეს, რომლისგანაც რაღაცას ისწავლით და თქვენ თავს განავითარებთ და შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც უხეში ჩარევა, ხო? აი მაგალითად როგორც არის რაღაცა კრიზისის დროს, რო იღვიძებს ადამიანი და იწყებს მერე გამორკვევას და სწავლას. მიხედვით, რომ მერვე სახლი არის კრიზისები და ტრანსფორმაცია, მაგრამ ნუ იუპიტერის ტრანზიტით აქ უფრო რბილად შეიძლება გქონდეს, რა თქმა უნდა,
ამას გაჩნია თქვენს ნათელ რუკაში იუპიტერი როგორ ყავთ განთავსებული და რამდენი ძლიერია, მაგრამ საერთო ჯამში მოგიტანთ ეს ძალიან დიდ ზრდას. ასევე შეიძლება გადახედოთ მაგალითად და ახალი რაღაც სურვილები წამოაყენოთ თქვენს დასაქმებლობასთან დაკავშირებით. აი მაგალითად შეიძლება მთელი ცხოვრება მუშაობთ უბრალოდ ჩვეულებრივ სამსახურში, განრიგიან სამსახურში და უცებ აღმავალი მეოთხე სახლში რო შემოდის, გეუბნებათ რომ აუცი რა აღარ მინდა ესე რაღაც ახვარი, რაც შემიძლია ვაკეთო სახლიდან დისტანციურად, აღარ ვიარო არსად რაღაც აღარ მინდა ეს მომბეს და ანუ გადაახალისებს და გადახედავთ ზოგადად თქვენი დასაქმებლობის არეალს, ანუ რამდენად გაკმაყოფილებთ, ხო? ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება აქ იყოს სამსახურის დაკარგვა და აქედან გამომდინარე მოგიწევთ ამ რაღაცების გადახედვა, ხო? ანუ ვიღაცისთვის დადებით იქნება, ვიღაცისთვის ცოტა ნეგატიური, მაგრამ საერთო ჯამში გადახედილი იქნება აი ეს მუშაობა დასვენების რაღაცა სწორი ფორმულა თქვენთვის, როგორი უნდა იყოს და შეძლებთ რომ რაღაცა ახალი თქვენთვის უფრო მორგებული თქვენივე რეჟიმი შეიმუშაოთ და თქვენ გაანაწილოთ, ხო? რახან ორმაგი ასპექტი გვაქვს მე-12 სახლს, აქ შეიძლება საერთოდ იყოს ისეთი იდეა, რომ აი იცი რა, საერთოდ არ მინდა ეს განვითარება და რაღაცა სამსახურეობრივი კარიერული წინსვლა და სკამი და პოზიცია, არამედ მინდა რაღაცა საზღვარგარეთიდან თუნდაც რაღაცა კლიენტების აყვანა იგივე სფეროში, რაც გამეგება, ან შეიძლება არ გამეგება და ეხა უნდა ვისწავლო, ხო? და მოგინდათ სახლიდან მუშაობა, დისტანციაზე მუშაობა, ხო? მაინც უცხოეთთან არის ეს ორმაგი ასპექტი გვაქვს, ხო? საზღვარგარეთზე, ანუ შეიძლება იყოს რაღაც დაკვეთება იყოთ საზღვარგარეთიდან ან უცხოეთზე იმუშაოთ, ან რაღაც ისეთი ისწავლოთ, რომელსაც მე უცხოურ ბაზარზე სერვისად კარგად განავითარებდით, ხო? ასევე სხვა შეიძლება იყოს შემოსული უცხოეთიდან ოჯახის გაფართოვება, ხო, იმიტომ რომ მეოთხე სახლი არის ჩვენი ოჯახი, რომელიც ფართოვდება, არ არის აუცილებელი მაინც თქვენი პირადი პარტნიორი ან მეუღლე იყოს, მithumetes თუ გყავთ უკვე, მაგრამ შეიძლება იყოს ოჯახში მატება, ხო, შეიძლება იყოს შვილის გაჩენა, შვილის გაჩენა, ან თქვენი ოჯახის წევრის დაოჯახება იყოს, ან ზოგადად ოჯახის გაფართოვება შეიძლება იყოს და ნუ რა ხუ როგორც ყველაფერი უცხოური, შეიძლება შემოიტანოს უცხოელი პარტნიორი თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრისთვისაც კი. რომ შევაჯამო, საერთოდ ჯამში მეათე სახლები არის სახლი სამსახური და აი ამ ღერძზე დაბალანსება, გარკვევა რა მინდა, როგორ მინდა და საკუთარი თავის განვითარება ძალიან დიდწილად უკვე იუპიტერის ასპექტით და მეხუთე სახლი სატურნის ტრანზიტით, რადგან სწავლა, განათლება, განვითარება და სახლის სამსახურის დალაგება თქვენთვის ამჟამინდელად სწორად, აი ეს არის მთავარი გამოწვევები თქვენთვის. ასცენდენტი ლაგნა მშვილდოსნებისთვის აღმავლის ტრანზიტი გაივლის თქვენს მესამე სახლს, ხოლო აღმავალი ტრანზიტი გაივლის თქვენს მეცხრე სახლს. ეს არის ძალიან კარგი დრო და ტრანზიტი იმისთვის, რომ განაცხადოთ თქვენი თავის შესახებ, მოიზიდოთ ახალი გარემოცვა, ახალი ახლობლები, ჰობიდან, თქვენი რაღაცა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასვლისთვის, გადაადგილებისთვის, შეიძლება უცხოელი მეგობრების შეძენისთვის, ახალი კონტაქტებისთვის და ზოგადად იმისთვის, რომ რაღაცნაირად თქვენი თავი გამოავლინოთ, ხო? ზოგადად მშვილდოსნებს ასცენდენტს ისაც უყვარს мотиваციის მიცემა, რაღაც ესეთი თავზე რო დაადგება ადამიანს და რაღაცას რო გაუმჯობესებინებს თავის ცხოვრებაში, ისაც უყვარს და ეხა გაგვცო ზუსტად იმის საშუალება, რომ აი ამ თქვენი რაღაცა ცოდნა იქნება თუ გამოცდილება იქნება, თქვენი თავი გამოავლინოთ ამ კუთხით, ახალი ადამიანები შეიძინოთ და ასევე ახალ სიხშირეზე გახვიდოთ ზოგადად ცხოვრებაში ამ კუთხით. ასევე შეიძლება რაღაცები ასწავლოთ კიდეც, ან ისწავლოთ, ოღონდ აქ სწავლა არ იგულისხმება მაინც და მაინც აკადემიური, შეიძლება იყოს მცირე კურსი, შეიძლება იყოს უბრალოდ ახალი ტექნიკური რაღაცა ლიტერატურის წაკითხვა, საიდანაც რაღაცას ისწავლით და შემდეგ გააზიარებთ და ასწავლით. ოღონდ მშვილდოსნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ზოგადად მშვილდოსნები ძალიან კარგი მოტივატორები არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ სიტყვით კი არ მისცეთ ადამიანს გარანტია და მოტივაცია, არამედ თქვენი საქციელებიც ემთხოვდეს იმ სიტყვას, რასაც ამბობთ. ამიტომ ეხლა გეძლევათ იმის საშუალება, რომ თქვენი ეს მოტივატორული და
ესეთი შესანიშნავი უნარი რაც გაქვთ, უფრო ღრმა დონეზე გამოავლინოთ, ახალი რაღაცები შემეტოთ თქვენს საქმიანობებს, პროფესიებს, თქვენს პიროვნულად, თქვენს ზრდას და გამოვლინდეთ ამ ახალი რაღაცეებით. შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა შეიძინოს რაიმე ახალი ჰობი ან განაახლოს რაღაცა ძველი ჰობის კეთება, ან შეისწავლოს რაღაცა ხელობა, ხელით რაღაცაზე იმუშაოს და მით უმეტეს მერწყულისა დექოს ნიშანი არის თქვენი მესამე სახლი და შეიძლება რომ ეს იყოს რაღაც საერთაშორისოც კი, ან შეიძლება წახვიდეთ სადმე ქალაქგარეთ, საზღვარგარეთ რაღაცა მასტერკლასებს დაესწროთ, რაღაცა ახალი რაღაცები გააკეთოთ. მოკლედ ძალიან ფართოვდებით ამ კუთხით. ასევე მესამე სახლიდან ტრანზიტული აღმავალი კვანძი ასპექტირებს თქვენს მეშვიდე სახლს და იქ სადაც იმყოფება იუპიტერი და ეს მას ნიშნავს, რომ გარკვეული, იუპიტერი თვითონ ტრანზიტულად ამ სახლში ცოტა დალაგებას მოიტანს და ცოტა უფრო მშვიდად და კარგად იგრძნობს თავს, მაგრამ აღმავალი კვანძი ნიშნავს ტრანზიტულად მესამე სახლიდან ასპექტით მეშვიდეზე ნიშნავს, რომ შეიძლება აქ უბრალოდ გქონდეთ რაღაცა იდეები ან ილუზიები, როგორი შეიძლება იყოს ურთიერთობა უკეთესი, როგორი იქნებოდა უფრო უკეთესი, შეიძლება მოგინდეთ კიდეც, რომ რაღაცა შრომა ჩადოთ იმაში, რომ მრავალფეროვნოთ, გაუმჯობესოთ თქვენი პირადი ურთიერთობა. ვინც არ ხართ ურთიერთობაში, თლად გადასარევი პერიოდია იუპიტერი, სადაც გაძლევთ მან საშუალებებს და შანსებს ერთი წლის განმავლობაში, თუმცა გვახსოვდეს, რომ იუპიტერი არის მხოლოდ შანსები, რას აიღებთ, რას არ აიღებთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ აღმავალი კვანძის ასპექტი მესამე სახლიდან გაძლევთ იმ საშუალებას, რომ თუ არ ხართ ურთიერთობაში, რომ იუპიტერის მოცემულმა შანსებმა აქ აღმავალი კვანძის ეს ასპექტითაც რაღაცა უფრო ინტერესი მოგაკიდებინოთ ამ საქმეს ხელი და რაღაცნაირად უფრო დაინტერესდეთ პირადი ურთიერთობით და ცხოვრებით. თუ არ გაქვთ იმისთვის, რომ გამოვიდეს და თუ გაქვთ იმისთვის, რომ უფრო უკეთესი და უკეთესი გახდეს თქვენი პირადი ცხოვრება. ასევე საერთო ასპექტი აღმავალი კვანძსა და იუპიტერის გვაქვს ჩვენ მე-11 სახლზე, რომელიც გაძლევს დამატებით შემოსავლების საშუალებას და შეიძლება ის იყოს უბრალოდ დამატებითი ფული, რომელიც თქვენი გამომუშავებული არ არის, ან შეიძლება არის თქვენი გამომუშავებული, მაგრამ შეიძლება უფრო პასიური შემოსავალი არის, ან რაღაც ისეთი შემოსავალი, რომელიც აქამდე არ ქონდათ ყოველ შემთხვევაში. ან შეიძლება რაღაცა ისეთი მოხდეს, რომ მაგალითად რაღაცა ვისთვისაც აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეს თემა თუ არანაირი სასამართლო არ გაქვს, არაფერს არ მოიგებთ, მაგრამ შეიძლება სასამართლო მოიგოთ, ან რაღაცა თანხას ელოდებოდეთ დამატებით, ან რაღაცა გერგოთ სახელმწიფოსგან, ან უწყებისგან, ან არ ვიცი გრანტად, ან ასე შემდეგ, რაღაცა დამატებითი შემოსავლის საკითხებიც არის აქტუალური თქვენთვის. რაც შეეხება დაღმავალს, რომელიც გაივლის თქვენს მე-9 სახლს, ანუ წესით, მე-9 სახლი სადაც შულდოსნის სახლია და წესით აქამდე ძალიან კარგად უნდა გქონდეთ დამუშავებული, გააჩნია ასაკს ვინ რამდენი წლის ადამიანი გვიყურებს, მაგრამ თუ გაქვთ კარგად დამუშავებული მე-9 სახლი, ანუ გულისხმობ იმას, რომ სოციუმში გარკვეულწილად მომწიფებული ხართ და თქვენი ადგილი გაქვთ, მაშინ დაღმავალი კვანძმა შეიძლება მოგიტანოთ რაღაცა გარკვეული სურპრიზები. ან შეიძლება რომ მაგალითად მოგიყვანოთ ახალი ადამიანები ან აღიარება მოგიტანოთ ან რაღაცა მსგავსი, ან პირიქითაც შეიძლება მოხდეს, ხო, ვისაც თქვა ზუსტ მე-9 სახლი აქვს, რომ მაგალითად შეიძლება პირიქით რეპუტაცია დაკარგოთ, რაღაცა სახელი დაკარგოთ, ან თქვენი რაღაცა გავლენა შეიძლება დაკარგოთ, ან საზოგადოების მხრიდან შეიძლება თქვენი გავლენა და თქვენი სტატუსი იყოს გადახედილი. მაგრამ საერთოდ ჯამში ეს ღერძი მესამე მე-9 სახლის ღერძი ბევრად უფრო მარტივია, როცა აღმავალ კვანძებზე არის საუბარი და გულისხმობს იმას, რომ უბრალოდ შეიძლება ყველაზე მარტივი აქ რაც შეიძლება მოხდეს, რომ თუ მაგალითად ხართ რაღაცაში ძალიან სტატუსიანი, აი ვთქვათ, რაღაც საუკეთესო იურისტი სამყაროში, ხო, ან რა ვიცი ქვეყანაში, ეს არის თქვენი მე-9 სახლის სტატუსი და ცოტა ხნით უბრალოდ აჩერებდეთ აი ამ ინერციას, აი ამ მე-9 სახლის ინერციას და წახვიდეთ მესამე სახლში და დაიწყოთ რაღაცა ახალი საქმის კეთება, ან წიგნი დაწეროთ, ან რაღაც ხელობა ისწავლოთ, ან რაღაცა ჰობს უფრო მეტი დრო დაუთმოთ და ჰობი უფრო განავითაროთ. ანუ ეს მაინც და მაინც იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა სტატუსი უნდა დაკარგოთ, უბრალოდ დროებით იმ საქმიანობაში და იმ სფეროში, სადაც ხართ, რეალიზებულები, თუ ხართ იმ ასაკში, რომ იყოთ რეალიზებულები, დროებით აი იქ თითქოს ინტერესი ნაკლებად გექნებათ და რაღაცა ახალ სფეროში
სამყაროში და ახალ გარემოში, ახალ ადამიანებს შემიდიხართ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. სატურნი, რომელიც მეოთხე სახლში გადის, ამაზე სატურნის ვიდეოში ვისაუბრე და აქ ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ასპექტი ცოტათი ძაბავს თქვენს შინაგან სამყაროს, თქვენს შინაგან კომფორტის მდგომარეობას, მაგრამ სამაგეროდ გადასარევი პერიოდი არის უძრავი ქონების საკითხებში, ყიდვა-გაყიდვა, აშენება, რემონტი, გაქირავება, ისა რაც მოგინდებათ და როგორც მოგინდებათ. და ასევე მოძრავი ქონების საკითხებში ცხელ-ურცლად უკვე სატურნის წინა ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ, სადაც სატურნზე ცალკე ვსაუბრობ. ლაგნა იგივე ასცენდენტი თხის რქების თვის. თქვენი აღმავალი კვანძის იგივე ერახუს ტრანზიტი გაივლის მეორე სახლს, ხოლო დაღმავალი კვანძი იგივე კეტუ გაივლის თქვენს მერვე სახლს. თხის რქები, ესე იგი ლაგნა თხის რქები, სადაც ძალიან მოწადინებული ხართ ხოლმე ფინანსურ სტაბილურობაში და ფინანსების შოვნაში, კლასიკურ თხის რქას გულისხმობ, შესაბამისად აღმავალი მეორე სახლში მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში მოგცემთ ნამდვილად იმის საშუალებას, რომ ფინანსურად ბევრად გაიმჯობესოთ სიტუაცია და ბევრად უფრო კარგი ფონი შექმნათ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. დაღმავალი მერვე სახლში ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანისთვის აქამდე თუ რაიმე ესე ვთქვათ პასიურად გქონდათ საშუალება, რომ ან ვინმესთან გეცხოვროთ, ან ვინმეს ერჩინეთ, ან რაღაცა მსგავსი, ეს შესაძლებლობები შეიძლება შეგეზღუდოთ და სამყარო ამ პერიოდში გეუბნებათ, რომ ეხლა თქვენი შრომისა და თქვენი თავდადების დრო არის. აქვე იუპიტერიც ასპექტირებს მეექვსე სახლიდან, შრომის სახლიდან, იუპიტერზე ცლად სხვა ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეოებში, ხოლო აქ უბრალოდ ამ ასპექტზე ვისაუბრებ და თქვენ გეძლევათ სამსახურეობრივად შრომისა და რაღაცა ფინანსების მოკლედ შოვნის საშუალება. ასევე რა თქმა უნდა შეიძლება იყოს გადახედილი თქვენი სტატუსი სამსახურეობრივი, იმიტომ რომ ორმაგი ასპექტი აღმავალი კვანძისა და ასევე იუპიტერის მოდის თქვენს მეათე სახლზე, რაც მას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს თქვენი სტატუსის ცვლილება როგორც პროფესიონალის, მაგალითად რაღაცა წინსვლან, წარმატება შეიძლება გქონდეთ ამ კუთხით და ასევე ძალიან კარგი იქნებოდა თუ თქვენ კვებას და თქვენს კვებით რაციონს გაკონტროლებდით, ან უბრალოდ რაღაცა რეჟიმს შეიმუშავებდით, ვისაც არ გაქვთ რეჟიმი. იმიტომ რომ მეორე სახლი არის კვების სახლიც და ასევე მეექვსე სახლი ჯანმრთელობის სახლი, ესეც დატვირთული გვაქვს, ამიტომ საერთო ჯამში ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტ ყურადღება არის დასათმები ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ აქ შეიძლება მეექვსე სახლში თავი წამოყოს რაღაცა დაავადებებმა, რომელიც ისაც ქრონიკულად გაწუხებდათ ადრე და რაღაცნაირად მიაყურადეთ და მე შეიძლება გაგიარათ ან რაღაცა რემისია იყო ან რაიმე მსგავსი და ახლა შეიძლება ისევ თავი წამოყოს ამ რაღაცებმა. ამიტომ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს თუ არანაირი დაავადებები არ გაწუხებდათ, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა რა თქმა უნდა შეიძლება იყოს. აქ რა თქმა უნდა ყველა თქვენთაგანის პირადი რუკიდან გამომდინარეობს რა სახის და როგორ ვიღაცისთვის ეს საუკეთესო პერიოდი იქნება, რომ უბრალოდ თავის ჯანმრთელობას და დღის რუტინას მიხედავს, იმიტომ რომ მეექვსე სახლი არის თვითონ რუტინა და ყოველდღიური შრომა და კარგი იქნებოდა. ასევე ზოგადად თხის რქების მომენტი, ასე ვთქვათ, მენტალური არის ის, რომ შრომა და შრომა, ხო, მით უმეტეს, როცა აღმავალი გადის მეორე სახლს, ანუ მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში თქვენთვის ეს იქნება უაღრესად დიდი ამბიცია იმისთვის, რომ ვიშოვო ფული. აი, მინდა მეტი ფული, მეტი შრომა, მეექვსე სახლში აქ ბევრი შრომაც გექნებათ, მეექვსე სახლის იუპიტერზე ასევე აღმავალიც ასპექტირებს და საერთო ჯამში რაღაცნაირად ძალიან რუტინულ შრომაში შეიძლება იყოთ. ეს არ არის შრომა რაღაცა საყვარელი საქმისთვის ან ხო ხვდებით რაღაცას შემოქმედებითი ან რაღაც. ეს არის უბრალოდ შრომა, იმიტომ რომ იშოვოთ მეტი ფული და იმიტომ რომ საფუძველი ჩაუყაროთ თქვენს უკეთეს ცხოვრებას. შესაბამისად, აქ შეიძლება თვალთახედვის არეალიდან გამოგრჩათ ის, რომ უნდა დაისვენოთ და რაღაცა შეიძლება გგონიათ, რომ ადრე ვთქვათ უფრო პატარა რო იყავით, უფრო ახალგაზრდა იყავით, რომ შეგეძლოთ უფრო მეტი შრომა და ამით თქვენი ჯანმრთელობა არ ზარალდებოდა, აი ეხლა ეს აღარ გაამართლებს და ეხა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რაც მიაქცევთ ყურადღება, ეს არის ასევე ჯანმრთელობა.
და რა თქმა უნდა იმუშაოთ, უნდა იშრომოთ ეს პერიოდი ნამდვილად გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ფინანსურად სტაბილურად იყოთ, მეტი შემოსავლები გქონდეთ, ახალ სფეროებში ცადოთ ან ახალ არეალში თქვენი თავი, რაც მეტ საშუალებას მოგიტანთ, რომ მეტი ფული იშოვოთ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჯანმრთელობა არის უპირატესი, იმიტომ რომ თუ ჯანმრთელობა არ გექნებათ, იმ შრომის თავიც არ გექნებათ. განსაკუთრებით ეცადეთ, რომ რეჟიმი დაიცვათ, იმიტომ რომ მე-6 სახლი თქვენ მოგთხოვთ იმას იუპიტერიც, რომ დაიცვათ გარკვეული რეჟიმი კვებასთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით და ასევე ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად არ გირჩევთ სესხების აღებას, იმიტომ რომ რაჰუ კი გიფართოვებთ ამ ფინანსების არეალს და მეტი ფული შოვნის საშუალებებს, მაგრამ მე-6 სახლი ზოგადად ვალების სახლია და ამაზე ასპექტი გვაქვს და არ ღირს ზოგადად რომ ვალები აიღოთ, იმიტომ რომ ამ პერიოდში აღებული ვალები ან გაგიჭირდებათ, რომ გადაიხადოთ და ან გარკვეულ სხვა პრობლემებს წარმოქმნიან. კეტუ მერვე სახლში მოგიტანთ იმას, როგორც თქვი, გარკვეული რესურსები შეგეზღუდებათ, რომლებიც ხვებისგან არის მოსული, მაგალითად შეიძლება უბრალოდ ვიღაცის სახლში ცხოვრობდით, რომ უფასოდ და ეხლა გეუბნებათ, რომ ვეღარ გაცხოვრებთ ან რაღაცა სარგებლობა შეიძლება გქონდეთ, რომელიც ეხლა შეიძლება დაიკეტოს, იმიტომ რომ გააქტიურდეთ და მაქსიმალურად ჩაერთოთ მატერიალური სახსრების შოვნის საკითხებში. ასევე აქ შეიძლება ამან მოიტანოს რაღაცა ცოტა გაურკვეველი სექსუალური კავშირები და ლტოლვა ან არ ვიცი რაღაცა ესეთი შეიძლება წარსულის ადამიანთანაც კი მან ცოტა ფრთხილად უნდა იყოს ნამდვილად, იმიტომ რომ შეიძლება აქეთკენ წაგიღოთ ცოტათი და სურვილიც იყოს იმისა, რომ რაღაცა ესეთ ურთიერთობებში ცოტა გაზავდეთ და დაიხარჯოს თქვენი ენერგია, მაგრამ ეცადეთ, რომ მაგ სფეროში უფრო მობილიზებულები და ყურადღებით იყოთ. მოკლედ ეს არ არის თქვენთვის უბრალოდ შრომის ტარიფის გათების პერიოდი, ეს არის მაქსიმალური შრომის პერიოდი, მაგრამ რუტინული შრომის, რაც იმას გულისხმობს, რომ ამდენი საათი ვმუშაობ, საღამოს ამდენი ხანი ვისვენებ და ეს სტაბილურობაში უნდა მოიყვანოთ თქვენი სამსახურებრივი და დასვენების საათები და სწორედ სტაბილურობაზე და ყოველდღიურობაზე გავა თქვენი წარმატება ამ პერიოდის განმავლობაში. ლაგნა იგივე ასცენდენტი მერწყული. თქვენთვის, რა თქმა უნდა, პირველ სახლში გადის აღმავალი კვანძი, ხოლო დაღმავალი კვანძი მე-7 სახლში. რა გითხრათ, ძალიან სერიოზული ტრანსფორმაციის პერიოდია თქვენთვის. პირველ რიგში პირველი სახლის თემაში რა იქნება? შეიძლება აქ იყოს სურვილი შეიცვალოთ გარეგნობა, შეიძლება შეგეცვალოთ თვითახკმა, თვითიდენტიფიკაცია, თვითრეალიზაციის გასაქანი, თავდაჯერებულობა, ეს საკითხები შეიძლება შეიცვალოს, ასევე შეიძლება მოგინდეთ გარკვეული ქირურგიული ჩარევები საკუთარ გარეგნობაში ან იმიჯში ან სტილში ან რაიმე მსგავსში. ასევე შეიძლება შეცვალოთ თქვენი ენერგეტიკული თავის წარდგენა საზოგადოებაში, რის შედეგადაც შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება თქვენთან დაკავშირებით, ხო? თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირველი მე-7 სახლის ღერძზე არის რთული იმით, როცა კარმული კვანძები გადის, რომ წინა პლანზე წამოიწევა აღმავლის კვანძით მე ვინ ვარ, მე რა მინდა მე და ჩემი თავის გადააზრება პირველ რიგში და როდესაც ჩვენ თავს გადავიაზრებთ, ანუ პირველ სახლში ხდება გადააზრება, რა თქმა უნდა, ხდება გადააზრება მე-7 სახლში, რომელიც არის მისი საპირისპირო, ეს არის ღერძი და ეს რას ნიშნავს, რომ აუცილებლად ხდება გადააზრება ჯერ მე ვინ ვარ ჩემ თავთან და მერე მე ვინ ვარ სოციუმში და ურთიერთობებში. შესაბამისად ურთიერთობების თემაც იქნება აქტუალური ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. აქტუალური სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს, ხო? ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ურთიერთობის დასასრული, ნამდვილად შეიძლება ასე იყოს, ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება უბრალოდ გამოფხიზლდეს და ეხა მიხვდებით ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ვინც ხართ ურთიერთობაში, რეალურად ეს წელიწადნახევარი გაჩვენებთ რეალურად რა არის თქვენი ურთიერთობა ილუზიების და ყველანაირი რაღაცა დაბურული თვალსაწიერის გარეშე. რეალურად რასთან გაქვთ საქმე, ამას დაგანახებთ ახლა კეტუ მე-7 სახლში წელიწადნახევრის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ხა ყველა სხვა სიტუაცია გაქვთ, ზოგისთვის შეიძლება ეს რეალურად რო დაინახავთ რაღაცას მოგეწონოთ და დარჩეთ ამ ურთიერთობაში, ზოგ შეიძლება არ მოგეწონოთ და არ დარჩეთ, მაგრამ აქ უფრო მოდის ესეთ როგორ რაღაცა, რომ თუ სადმე თქვენი თავი უკანა პლანზე ყავდეთ გადაწეული ურთიერთობაში, მეორე მხარეს უფრო შეღავაც უწევდით, მეორე ადამიანისთვის უფრო დათმობებზე მიდიოდით და ის ყავდათ უფრო პედესტალზე და ასე შემდეგ. ეს რაღაცა მეამბოხეობის პერიოდი იწყება, რომ დაიცა სად ვარ მე, ხა ჩემი უფლებები სად არის, მეც ხო მინდა, მეც ხო მჭირდება და ეს მე ბრჭყალებში ამავა უფრო წინა პლანზე კარგი გაგებით, იმიტომ რომ პირველი მე-7 სახლი არის მე და სოციუმი, მე და ურთიერთობა და აქ სწორი
რაღაც საზღვრების და ურთიერთქმედების დაყენება, ხო? შესაბამისად, თუ ამ ღერძზე რაღაც არასწორია, პირიქითაც შეიძლება იყოს, ხო? ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით შეიძლება ადამიანი ძალიან ეგოცენტრულია და ურთიერთობაში მხოლოდ საკუთარ თავზე არის აქცენტირება აქვს გაკეთებული, ხო? ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დარღვევას ეს ღერძი ამ ღერძზე ტრანზიტები გაასწორებს. ამიტომ ცვლილებები იქნება აუცილებლად თქვენს თვით აღქმაში და ცვლილებები იქნება, რა თქმა უნდა, პარტნიორულ ურთიერთობებში. თუ არ ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში, ამ პერიოდში მოსული პარტნიორული კავშირები იქნება, მაინც გირჩევით, რომ იყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ ხა კეთოთ დაღმავალი კვანძით მოსული ურთიერთობა საკმაოდ ისეთი კარმის მეტარებელია, აქ რა თქმა უნდა, თქვენს პირად რუკას გააჩნიათ და თქვენს მონაცემებს და როგორ გაქვთ დამუშავებული ეს სახლები და ამ შემდეგ, მაგრამ საერთოდ ჯამში შეიძლება მოიტანოს რაღაც გაურკვეველი ნეგატიური კარმაც, ანუ რომელიც ურთიერთობაში გექნებათ დასამუშავებელი. ამიტომ უბრალოდ თუ ამ პერიოდში მოვა რაიმე ურთიერთობა ამ წელიწადნახევარში გადაწყვეტავთ მაინც და მაინც დაოჯახებას. აქ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ იყოთ ურთიერთობაში და ვიღაცა სხვა ადამიანი გამოჩნდეს, ვისთანაც კარმა გექნებათ დასამუშავებელი. იმიტომ რომ კეთო აქ რას შემოიტანს, არავინ არ ვიცით, ხო? რაც შეეხება ასპექტებს, ხო? აღმავალი კვანძი ასპექტირებს იუპიტერთან ერთად. უბრალოდ იუპიტერი მეხუთე სახლში ყავთ და მასზე ასპექტირებს აღმავალი კვანძი, ეს მას ნიშნავს, რომ ასევე ძალიან აქტუალური იქნება თქვენთვის, თქვენი პირადი პროექტების, თქვენი შემოქმედებითობის, თქვენი პირადი რაღაცა საქმეების რისკეთებაც გინდათ. აი ამისთვის მოგეცემათ საშუალება, ვიღაცას წიგნის დაწერა უნდა და ვიღაცას არ ვიცი მომღერლობა, ვიღაცას საკუთარი ბიზნესი დაწყება, ვიღაცის რაღაცა პროდუქტის გამოშვება, ხო? ყველა სხვადასხვა სურვილები გექნებათ. ოღონდ თუ გულისხმობთ საკუთარ პროექტებს და არა იმ რაღაცებს, რაც სამსახურში აკეთებთ, ან პირობითად დამკვეთი მოგთხოვდათ, ხო? ასევე რა თქმა უნდა აქტუალური იქნება შვილის გაჩენისთვის და პირველ სახლში ვიზუალური ტრანსფორმაცია შეიძლება შვილის გაჩენას და ორსულობასაც ეხებოდეს ქალბატონებისთვის და ვისთვისაც ეს თემა აქტუალურია, შესაძლებელია ამის გაკეთება, უბრალოდ უნდა იყოთ ფრთხილად იმასთან, რომ თუ ჯერ არ ხართ ორსულად და აწიგინდათ და ორსულება, ჯერ მაინც მოგცემდით ასეთ რჩევას, რომ თუ თქვენი პრიორიტეტი ხა ყველა სხვა პრიორიტეტი აქვს, ხო? თუ თქვენი პრიორიტეტი და აპრიორი არის შვილის ყოლა, მაშინ კი ბატონო ამისთვის საშუალება არის, მაგრამ თუ თქვენი პრიორიტეტი და აპრიორი არის სწორ ურთიერთობაში შვილის ყოლა და ოჯახის ყოლა, ესე კლასიკურად, მაშინ ცოტა მოცდა შეიძლება ჯობდეს, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში თქვენს ურთიერთობების მდგომარეობას შეცვლის და გადაგახედინებთ. ამიტომ ისე რომ არ მოხდეს, რომ გინდოდათ შვილი ოღონდ ოჯახთან ერთად და ამ დროს დაკარგეთ მეუღლე და გააჩინოთ შვილი, აი ესე რომ არ მოხდეს. ამიტომ გირჩევდით, რომ მაინც ეს წელიწადნახევარი დააკვირდეთ, იმიტომ რომ აი ნედლად დაგანახებთ სამყარო თუ როგორ ურთიერთობაში იმყოფებით თქვენ ილუზიების გარეშე. ასევე იუპიტერის და აღმავალი კვანძის საერთო ასპექტი გვაქვს მე-9 სახლზე, რაც მას ნიშნავს, რომ აქ შეიძლება რაღაცა ახალი ისწავლოთ. არ გულისხმობთ მაინც და მაინც კლასიკურად რაღაცა უნივერსიტეტის დასრულებას, თუმცა თქვენი მე-5 და მე-9 სახლი ორივე ასევე გამოკვეთილია, რაც მას ნიშნავს, რომ ახალი ცოდნა შეიძლება აქ შეიძინოთ, რაც პრინციპში თქვენს პირველ სახლს, ანუ თქვენს მეს, როგორც ასეთი გარდაქმნის და შეცვლის, შეიძლება იყოს ახალი კურსები, შეიძლება იყოს რაღაცა ნებისმიერი საკითხი, რომელიც თქვენ გაინტერესებს, თქვენს პროფესიასაც შეიძლება ეხებოდეს, ან უბრალოდ რაღაც საქმიანობას, რომელიც ძალიან გაინტერესებთ. შეიძლება მოძებნოთ მასწავლებელი, რომელიც რაღაცას გასწავლით, მათ შორის შეიძლება სულიერი მასწავლებელი იყოს და რაღაცა თქვენი ზრდა და მასწავლებელთან ერთად თქვენი განვითარებაც აქ აქტუალური თემა იქნება ნამდვილად. საერთოდ ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი თქვენთვის იქნება ვინ ვარ მე და ვინ არის დანარჩენი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, სად არის ზღვარი ჩემსა და ამ დანარჩენ ადამიანებს შორის და განსაკუთრებით პირად ურთიერთობაში იქნება გამოწვევები. გამოწვევებს გულისხმობ იმას, რომ იმისთვის რომ გაიგოთ რეალურად სად არის ეს ზღვარი და ვინ ხარ თქვენ და ვინ პარტნიორი, რა თქმა უნდა გარკვეული გამომწვევი რაღაცები გჭირდება ხო სამყაროში, რომ ამაზე დაუტრიგერდეთ, მე დაუფიქრდეთ, რაღაც ემოცია დაიბადოს, რასაც მე განვიხილავთ, ჩავღრმავდებით, სახელს დავარქმევთ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თემა არის ყველაზე აქტუალური და შესაძლებელია ამ პროცესს მოყვეს გარკვეული ადამიანების დანაკარგი, იმიტომ რომ მეშვიდე სახლი არ არის მხოლოდ პირადი პარტნიორი, არამედ ზოგადად პარტნიორები იგულისხმება და შესაბამისად შეიძლება აქ იყოს მაგალითად ბიზნეს პარტნიორის დაკარგვა, ან არ ვიცი, ჰობის პარტნიორის დაკარგვა, ან თუნდაც შეძენა შეიძლება იყოს, მაგრამ კეტუთი მაინც შეიძლება რაღაცა არ იყოს მაინც და მაინც ჯანსაღი.
ყოველ შემთხვევაში თუ წელიწადნახევრმა გაიარა და ისევ დარჩა ეს ახლობლობა და მეგობრობა, ესე იგი ნამდვილად თქვენი ადამიანია, ხოლო თუ წელიწადნახევარში რაღაცნაირად ჩამოგშორდათ, ესე იგი არც იყო განსაზღვრული თქვენთვის. ანუ ამ პერიოდში მოსული ადამიანები შეიძლება მაინც და მაინც არ დარჩნენ დიდი ხნით თქვენს ცხოვრებაში და შეიძლება გამოცდებისთვის იყვნენ თქვენს ცხოვრებაში მოსულები. ლაგნა, ანუ იგივე ასცენდენტი თევზებისთვის, აღმავალი ის ტრანზიტი გაივლის თქვენს მე-12 სახლს, ხოლო აღმავალი მე-6 სახლს. ნუ პრინციპში ეს აღმავალის ტრანზიტი მე-12 სახლში ცუდი არ არის, რადგან იძლევა გარკვეულ ძალიან კარგ პლუსებს, თუმცა აღმავალი მე-6 სახლში გარკვეულ მინუსებსაც გვაძლევს და ამ ყველაფერზე ვისაუბრებ ახლა. იმის გათვალისწინებით, რომ სატურნი თქვენს პირველ სახლს გაივლის და გადის უკვე და ეს ტრანზიტი დიდხნიანი არის, შემიძლია ვთქვა, რომ ფონი თვითონ ცნობიერების შეიძლება იყოს ცოტათი დაჭემული. ფაქტიურად სატურნი პირველ სახლში სადესატისავით განიცდება, ცოტა რაღაცნაირად შეზღუდვები გვაქვს ჩვენ თავში, დაჭემულობა გვაქვს, დაძაბულობა გვაქვს. და ამიტომ ყველა ის ბენეფიტი, რაც შეიძლება თუნდაც იუპიტერმა მე-4-ში მოიტანოს ან აღმავალმა მე-12-ში, მაინც შეიძლება რაღაც დაჭემულ, დაძაბულად განიცდებოდეს. თვითონ აღმავალ კვანტს მე-12 სახლში რა მოაქვს? პირველ რიგში ემიგრაცია, გადასახლება ქალაქის შეცვლა, ქვეყნის შეცვლა, სამსახურის შეცვლა, შეიძლება აქ იყოს მაგალითად დისტანციურ სამსახურზე დასაქმება, ან ასევე ყველაზე კარგი რაც შეიძლება მე-12 სახლში აღმავალმა კვანტმა მოიტანოს, თან იუპიტერი ასპექტირებს მას და ეს არის რაღაცა განვითარება და ცოდნა, ფსიქოლოგიურ, ეზოთერულ, ესეთ რაღაცა ცოდნების მიმართულებით, იმიტომ რომ მე-12 სახლი არის ზუსტად ასეთი რაღაცეების თვის შექმნილი ადგილი, სადაც ყველაფერი მსგავსი არსებობს, თუ ადამიანს იქ რაღაცა პლანეტები ყავს, ან ტრანზიტები გადის ხოლმე, იმ პერიოდებში ეძლევა საშუალება, რომ რაღაცა ძალიან დიდი ცოდნა მიიღოს, ეზოთერული, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული და ესეთი ღრმა, რაც ზოგადად ადამიანებს ბუნებას და სამყაროს კანონიკას სწავლობს. თან თევზების შემთხვევაში ეს არის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანი და აღმავალი კვანტზე ძალიან გააფართოვებს ამ მრავალმხრივ ცოდნას, შესაბამისად გადასარავი წელიწადნახევრის პერიოდი არის იმისთვის, რომ რაღაც ახალი ისწავლოთ გავს თემებში და არა მარტო ისწავლოთ აქ, რადგან იუპიტერი გვიდგება ჩვენ მე-4 სახლში და გარკვეული წყალობა ტრანზიტულად გვაქვს მე-10 სახლსაც, ასევე სატურნის და იუპიტერის საერთო ასპექტი გვაქვს მე-10 სახლს, ხო? სამსახურთან დაკავშირებით თემები შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ აქ შეიძლება იყოს, რომ მარტო ისწავლოთ კი არა რაღაცა მსგავსი საკითხები, შეიძლება დასაქმდეთ კიდეც რაღაცა მსგავსით, ხო? შეიძლება სახლიდან დასაქმდეთ, შეიძლება კონსულტაცია დაიწყოთ, შეიძლება რაღაც ცოდნის გაზიარება დაიწყოთ, ან სწავლება დაიწყოთ, ან რაღაცა მსგავსი შეიძლება აქ იყოს და ყველაზე კარგი პერიოდია სწორედ მაგისთვის, რომ რაღაცა ისწავლოთ ასეთი და მერე გადმოსცეთ სამყაროში. დაღმავალი კვანტი მე-6 სახლში გვაძლევს გარკვეულ, ასე ვთქვათ, საშრომ რაღაცეებს, ოღონდ იმ რაღაცეებს, რაც დასახურია და დასასრულებელია და შეიძლება გამოჩნდეს რაღაცა კუდები, რაც ცხოვრებაში სხვა დროს მივატოვეთ, არ დავასრულეთ და ეხა იძულებულები ვიყოთ დავასრულოთ და ასევე გვეძლევა გარკვეული ჯანმრთელობის საკითხები ამონათებულია, რაც მას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ყველაზე კარგი როცა მე-12 სახლები არის ესე დატვირთული არის ვარჯიშის სწორი კვება და ჯანმრთელობას ზოგადად ყურადღების მიქცევა, თან სატურნი პირველ სახლში ისედაც ცოტათი ძაბავს ზოგადად კბილების საკითხს და ძვლების საკითხს, რაც ამ ორ თემას ეხება. შეიძლება ეს თემები იყოს ჩართული და დაღმავალი კვანტის მე-6 სახლში გარკვეული ჯანმრთელობის თემების უკეთებს, ასე ვთქვათ, ამოქექვას. თუ რაღაც ადრე მკურნალობით არ მიყვანეთ ბოლომდე, ეხლა შეიძლება წამოყოს თავიდან, ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ როგორც ვთქვით, დაღმავალი კვანტის მე-12 სახლში მოიტანს ადამიანისთვის ძალიან დიდ ტრანსფორმაციას. სატურნი პირველ სახლში ხო ასევე ძალიან დიდ ცვლილებებს მოიტანს და ასევე იუპიტერის და აღმავალი კვანტის ერთდროული ასპექტი არის მე-8 სახლზე, პირდაპირ ტრანსფორმაციის სახლზე, ხო? რაც მას ნიშნავს, რომ ეს უახლოესი წელიწადნახევარი არის ძალიან ტრანსფორმაციული თქვენთვის და შესაბამისად ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემაც რაც არ უნდა იყოს, დაკავშირებულია იმასთან, რომ ისევ და ისევ თქვენ თავში ჩაიხედოთ და მიღმიერ სამყაროში ეძებოთ პრობლემების სათავეები. მაგალითად, შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ისეთი ჯანმრთელობის პრობლემა
წამოიწიოს, რომლის პასუხებიც არ არის მატერიალურ სამყაროში და დაღმავალი მეგუსახლე გვეუბნება, რომ ამ პერიოდში თქვენი პასუხები, თქვენთვის პასუხები არ იქნება მატერიალურ სამყაროში და იძულებულები იქნებით ეძებოთ სხვა რაღაცა სფეროებში, ხო, უფრო ეზოთერულ სფეროებში, სადაც არის რაღაცებზე პასუხი, რაც არ არის მატერიალურ სამყაროში და შეიძლება სწორედ ამისთვის იყოს ეს ჯანმრთელობის რაღაცა თემა, იმიტომ რომ რაღაცა ხერხებით მიაგნოთ პასუხებს და მე შეიძლება ეს ხერხი თქვენი პროფესია გახდეს, ან შეისწავლოთ, ან გააზიაროთ, ან რაღაცა დიდი გასაქანი მოგეცათ მე მაგ სფეროში, რა სფეროთიც თქვენ პასუხებს იპოვეთ თქვენი ზოგადი და ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. აღმავალი ასევე მე-12 სახლზე ტრანზიტულად მოიტანს ზოგადად ძალიან ბევრ კითხვებს, აი თქვენ თავთან გექნებით ძალიან ბევრი კითხვები და სამყაროსთან, რომ ეს ესე რატოა, ის ესე რატოა და აი ფაქტობრივად თვით გამორკვევის და თვით ანალიზის პერიოდი გაქვთ ამ ტრანზიტის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, გადახედილი იქნება სამსახურებრივი თემები, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძ მე-6-ში მოგიტანთ რაღაცნაირ დაღლილობას, რომ ეთითქოს დავიღალე ამდენი შრომა აღარ შემიძლია. თან გეძლევათ საშუალება, რომ დისტანციურად ან რაღაცნაირად სხვა ქვეყანაში ან სხვა ადგილას დასაქმდეთ და სამსახურებრივი გარემო შეცვალოთ, თან იუპიტერიც ამის წყალობას გაძლევთ და საერთო ჯამში თვით გამორკვევის და თქვენი დასაქმების თემებზე არის აქ მთავარი აქცენტები ამ წელიწად ნახევრიანი ტრანზიტის განმავლობაში.